მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. პროკურატურამ 2024 წლის აქციების ფარგლებში მომიტინგეს ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა. ასევე 1 შინაგან საქმეთა სამისოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გენერალური პროკურორის განმარტებით 5-დან 2 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა. ამასთან გვარაკიძის განცხადებით პროკურატურა სასამართლოს 5-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. როგორც იცით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც მათ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე, როგორც უკვე ვთქვით, პოლიტიკოსზე, ასევე ადამიანი, რომელმაც ხელი დაარტყა გურამ როგავას ჟურნალისტს და გვახსოვს ასევე ზვიად მაისაშვილი, ადამიანი, რომელსაც აქცეულს სახეში ურტყამდნენ წიხლებს. ზვიად მაისაშვილი ცოტა ხანში შემოგვიერთება, ჩვენი სტუმარი იქნება და მისგან მოვისმენთ თუ როგორ აფასებს ამ ამბავს პროკურატურის მხრიდან მოძალადეების დაკავებას. ხოლო მანამდე გეტყვით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დღეს განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ 4 ოქტომბრის ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი, ირაკლი ჩხვირკვია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭეჭეშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნობ. მოსამართლის გადაწყვეტილებით ლაშა ბერიძე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს და პაატა მანჯგალაძეს. თორნიკე მჭედლიშვილს 5 წლით, გური ჟვანიას 5 წლით, ნიკა გვენცაძეს 5 წლით, ირაკლი ჩხვირკვიას 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩვენი სტუმარი იქნება ადვოკატი ბორის ჩელეყურვა, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ასევე ჩვენ ჩაგვერთვება კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია. მანამდე თქვენი შეფასება ამ განაჩენთან დაკავშირებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სადღაც არის ხოლმე იმედი, როცა კონტექსტიდან გამომდინარე იცი რაციონალურად რა მოლოდინის უნდა გქონდეთ, მაინც რაღაც გულში იმედი გაქვს, რომ შეიძლება რაიმე მცირე ნაწილში მაინც სამართალმა იზეიმოს, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სისტემას შეეწინააღმდეგება და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა დღეს კიდევ ერთხელ დავწუნდით, რომ ამ პროცესზე მნიშვნელოვანი იყო არა მტკიცებულებები, არა სამართლებრივი არგუმენტები, არამედ ის პოლიტიკური მისია, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ დასაჯოს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტები. მე ჩემი დაცვის ქვეშ ხობზე ვიტყვი ირაკლი ჩხურკიაზე, რომლის წინააღმდეგაც საქმეში პრაქტიკულად მტკიცებულება არ არის, მხოლოდ 1 წამიანი ვიდეო წარმოდგენილი, სადაც 6 წამის განმავლობაში ეპიზოდურად ჩანს და არაშევს არაფერს, არ ბევს, არ ძალადობს, ნივთს არ აზიანებს და ასე შემდეგ და ორ ბრალდებაში ცნო დღეს მოსამართლომ დამნაშავედ და გაუშვა ციხეში 5 წლით ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც მოწმეც კი არ არსებობს. არათუ მოწმე, რომელიც იტყოდა, რომ ის დამნაშავე არამედ მოწმე, რომელიც საერთოდ რამეს იტყოდა მასზე. ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ დევს. საბოლოო ჯამში არის ყველანაირი ახსნების და არგუმენტების იქეთ, უბრალოდ ადამიანს რო უთხრა მტკიცებულების გარეშე ვიღაც 5 წლით გაუშვეს ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ასე აწყობს და მათი პოლიტიკური მისია და გზა ეხლა არის, რომ აი ასე გაიარონ და ადამიანები გააჩუმონ, მგონია რომ მხოლოდ ამის გამო უნდა შეშფოთდეს ადამიანი, იმიტომ კი არა რომელიმე ბრალდებული უკვე მჟავდებული შეიძლება უყვარდეს ან სიმპათიით იყოს განწყობილი პირიქით, შეიძლება არც ერთ მათგანი არ მოსვანდეს, უბრალოდ საშიშია ესეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სასამართლო არის ერთი პოლიტიკური ჯგუფის და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დავიწროვოთ ერთი კონკრეტული ადამიანის ხელში და მის ხუშტურებს ემსახურება. რასაც ხედავთ განვითარებული მოვლენებით, ქოცებიც კი ვინც თავის თავს ქოცს ეძახის და ორთოდოქსი ქოცე და წლების განმავლობაში ამათმოყვება, ისინიც კი არ არიან დაზღვეული სასამართლო ხელისუფლების თვითნებობისგან. ამ შემთხვევაში მახსენდება განცხადება ჯუანშერ ბურჭულაძის, რომელიც საუბრობდა თუ როგორი თურმე ტენდენციური ყოფილა სასამართლო სისტემა და გასაგები როცა გაწყობს მაშინ და რაღაცა სუბს როჭამ გემრიელს მაშინ შეიძლება საერთოდ არ გახსენდებოდეს სასამართლო სისტემა, მაგრამ მაინც და მაინც შენ სახთან ხო არ უნდა მოვიდეს აკლემა, მაინც და მაინც შენს კართან ხო არ უნდა დაიჩოქოს, რომ მიხდე, იგრძნო, იყნოსო, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ექცევიან საშინლად, ცუდად და ყოველგვარი სტანდარტის გარეშე ყრიან დილეგში წლებით. კი ბატონო, თქვენ თქვით, რომ ირაკლი ჩხურკიასთან დაკავშირებით არ იყო არანაირი მტკიცებულებები, ხო? რა ჩანდა იმ ვიდეოში, რომელიც წარმოადგენს?
პირველ რიგში ვიდეოზე ასახული იყო და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ახლა დავასრულეთ კისეულებს ყრება, შეგვიძლია თამამად თქვა კიდევ უფრო რომ ამ შემთხვევაში ბრალის დადგენილებაში ყველაზე დიდი წინადადება რაც ეწერა იყო ტყუილი რომ ის იმყოფებოდა სასახლის ეზოში, ვიდეოზე ჩანს როგორ მიდის სასახლის ღობესთან და შემდეგ ბრუნდება უკან, თვალი ეწვება, ხელს იქნევს, რომ ვინმე დაიხმაროს და ორ წამში ტოვებს ტერიტორიას. ამ შემთხვევაში ძალიან უნდა უნდოდეს შემფასებას, თეორიულ შემფასებას ამ ვიდეოს შეფასებისას, რომ ირაკლი ჭკვირკია ციხეში მოხდეს იმისთვის, რომ ეს 1922 მუხლის დარღვევად მიიჩნიოს და თქვას, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის დაკავების, ხილში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, რაც შეეხება მეორე მუხლს 225 მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, ამ შემთხვევაში ამაზე მტკიცებულებას საერთოდ წარმოდგენილი არ არის. არსებობს ვიდეო, არსებობს მოწმე ან სხვა რაიმე ტიპის მტკიცებულება, რომელიც არათუ დადასტურებულად გვეტყოდა ან ეჭვს გაგვიჩენდა, არამედ რა ვიცი, გაკვირით მაინც ახსენებდა იმას, რომ ირაკლი ჭკვირკა ძალადობრივ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას აქტიურად ან თუნდაც პასიურად. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საერთოდ არსებობს. მეორე ნაწილში არის ვიდეო აბსოლუტურად უწყინარი, რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროცესის მიზნებისთვის უშინაარსოც კი და ზოგადად იმის დამადასტურებელი, რომ პროკურატურა იტყუება იმაში, რასაც წერს ბრალის დადგენილებაში, მაგრამ ეს მაინც და მაინც შეფასების საკითხით უნდა გახდეს, შეფასების შემთხვევაშიც კი ძალიან რთულია ამის დანაშაულად შეფასება, პლუს ამას ორ ბრალდებაში ადამიანის დამნაშავე ცრუმა. მაშინ ირაკლი ჭკვირკა გამოდის, რა ვიცი, რეკორდსმენი, რომელიც 13 წამის განმავლობაში შეძლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის დაკავების ცდილობაც ჰქონოდა და აქ მასობრივ რაღაცა ძალადობაში მონაწილეობაც მიიღო. ობიექტურ პირს კი არა, ტენდენციურ პირსაც კი ვერ დაარწმუნებს, ქართული ოსების მხარდამჭერსაც კი ვერ დაარწმუნებდა. რადგან იქ იყო, ამიტომ არის თქვა, გამოდის ბრალდებული? კი, რადგან იქ იყო, თან აქტიური პიროვნება, საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების არასოდეს არ ერიდებოდა და მათ შორის სასამართლოზეც ამას საკმაოდ აქტიურად აკეთებდა, რა თქმა უნდა, ძილობის და ეთიკის ფარგლებში და მგონია, რომ ამიტომაც გახდა სამიზნე სხვა ადამიანებთან ერთად. სხვა აი რაიმე რო იყოს მართლა სრული პასუხისმგებლობა ცხადებ რომ ამ საქმეში მტკიცებულება არ დევს არანაირ რომელიც ეს ეჭვს მაინც გაუჩენდა ადამიანს რომ ირაკლი ჭკვირკამ რამე ხო არ დააშავა პლუს ამას გამოწყობილ განაჩენებს საჭიროა გონიურ ეს მიღმა არსებული მტკიცებულების ერთობლიობა და რა ერთობლიობაზე უნდა ვილაპარაკოთ ისედაც ერთი მტკიცებულება საქმეში თან დუალური ბრალია იმიტომ რომ 222 მუხლი მოიცავს 225 მუხლს თავისი შინაარსით აღწერილობით და დისპოზიციით თუმცა ამგვარ რაღაცა იურიდიულ წიაღსვლებში როცა მივიდივართ, ყოველთვის გვახსენდება ქვეყანა რომელშიც ცხოვრობთ, კონტექსტი და ქართული სასამართლოს ისტორია, რომელიც სამწუხაროდ არასოდეს არ ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე და ქართველი კაცი სასამართლოს შენობაში არასოდეს არ შედიოდა იმის მონით, რომ აი ხა მე ჩემი სიმართლე მაქვს და აქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმართლეს არ დამიკარგავენ. თუმცა ზოგადად 4 ოქტომბრის საქმეზე თითქოს ხელისუფლება თავს რაღაც უფრო წევგამართულად გრძნობს, რომ აი იქ ცხადი ყველაფერი რაღაცა გაკეთდა მოწოდება, მე ხალხი ჩავიდნენ იქ, სცადეს რაღაც ხო ღობე გადაინგრა, ეს ღობე გადახერხილი იყო თუ არა, ნუ არავინ არ იცის და იქ ვიღაცები შიგნით შევიდნენ და ანუ იყო რაღაც, ნუ შტურმის მცდელობა იყო და თქვენ ასე არ ახასებთ ამ არა, ანუ ამ შემთხვევაში ერთი არის რომ ამტკიცოთ რომ მოხდა დანაშაული და მე ამას არ უარყოფ, იქ იყო ნივთის დაზიანება, ქონების დაზიანება და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე არის როცა კონკრეტულ პირებზე ვუნებით რომ ეს დანაშაული თქვენი ჩადენილია, რასაც ჭირდება კონკრეტული მტკიცების სტანდარტი, რომელიც დადგენილია სისხლისმართის საპროცესო კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამ შემთხვევაში ეს რა დაცული კი არა, განადგურებულია საერთოდ და მართლა რომ თანაბარ პოზიციაში ყოფილიყავით ბრალდების მხარე და დაცვის მხარე და აქ ყოფილიყო ობიექტური შემფასებელი, ჩემი ღმერთწმენით ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ ყველაფერზე გამოტყუნებელი განაჩენის დადგენა. გასაგებია, რასაც ეს მარტო ჭკვირკის შემთხვევაში არა, ამ შემთხვევაში ყველაზე ვლაპარაკობ მტკიცების სტანდარტი და ზოგადად გამოტყუნებელი განაჩენის სტანდარტი, ჩემი ღმერთწმენით ყველა დღეს არსებულ ბრალდებულთან უკვე მსჯავრდებულებთან მიმართებაში დარღვეულია კონკრეტული პროცესის მიმდინარეობის ფარგლებში. ეს იყო თვალსაჩინო ყველა იმ დამსწრისთვის, ვინც იყო მოსამართლისთვის, მისი თანაშემწისვას მანდატურებმაც კი დაინახეს რა უსუსური მტკიცებულებებით იყო მოსული პროკურატურა, თუმცა ასევე დაინახეს ის უკვე თითქმის მატერიალიზებული უპირატესობა, რომელიც აქვს სამწუხაროდ ბრალდების მხარეს პოლიტიკურ საქმეებზე განსაკუთრებით, თუმცა არა მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ხო, ანუ სასამართლო მისკენ არის თქვენ ამას ამბობთ. კი. ხო, მაგრამ აი როცა ხა ჩვეულებრივი მაყურებელი ამ კადრებს უყურებს, ხო, მას შეიძლება გაუსწროს განცდა, რომ აი როგორ არ არის აქ ხა ხო რაღაც დანაშაულის ნიშნები, იქ იყო რაღაც ხდებოდა ამბავი. კი, ანუ შეგვიძლია შევხედოთ და ვნახოთ რომ კონკრეტულად ასე შემდეგ და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ხდება ხო
ხედავთ აგერ. აი ვიღაცა შეუძლია რომ აი ეს კადრები გადაახვიოს და სადმე მიძებნოს ირაკლი ჭკვირკია სადაც ჩანს და რამეს მართლა აშავებს, ვინმეზე ძალადობს, არბევს, ან ღობეს ეჯაჯგურება, ან ეზოში შედის, ან შეუძლიათ მოძებნონ ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სიტყვერად იტყვის, გამოგვიდგეს სოჩვი დააფიქსირებს, დაკითხვის დროს იტყვის, რომ აი კი ირაკლი ჭკვირკია იყო, ვინც რაღაცა დააშავა. ამ შემთხვევაში ერთი აღებული ფაქტი, რომ კონკრეტული დანაშაული მომხდარი ან არსებობს კადრები და მასალა, რომელიც გონებრივ რომ აქ დანაშაულის ნიშნებია და მეორე ის რომ ბრალი ინდივიდუალურად პირის უნდა შეურაცხოთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავდება სტანდარტის გარეშე, რაღაცა შინაგანი რწმენით, მხოლოდ ყველანაირი მტკიცებულებების და არგუმენტის გარეშე თან სამართლებრივად დაუსაბუთებლად ადამიანზე იმის თქმა, რომ თუ დანაშაული მოხდა და შენ იქ იყავი, ალბათ შენი გაკეთებული აბა ამას ვინ გააკეთებდა, ეს რა ვიცი, უბანში განხილვის დონესაც კი ვერ ცდება. ნუ ხო, ანუ გამოვრო კონკრეტულად პირის წინააღმდეგ არსებობს, მაგრამ წეგან თქვით, რომ ზოგადად ვინც იყო ბრალდებული არც ეს წინააღმდეგ არ არის. კი, ამ შემთხვევაში იყვნენ ადამიანები, ვისაც პლუს ედავებოდნენ ორგანიზებას და ორგანიზების ნიშნების ზოგადად გამოკვეთილი არ არის ამას ორგანიზებულის არაფერი ეთყობოდა, მერე იყო მოწოდება ძალადობისკენ და აბსოლუტურად ყველა იმ ფრაზაში, რომელიც მოტანილი ქონდა ბრალდების მხარის კაფიოდ ისმის სიტყვები არაორაზროვნად, რომ ეს იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და პლუს ამას, ნუ რა ვიცი, ხა დანარჩენს რაც შეეხება, მაგაცზე უკვე ვისაუბრეთ. თან არსებობს ამსრულებლის ექსესი, მიუხედავად იმისა, რომ აქ არანაირი ჯგუფი არ ყოფილა და ერთიანი მიზანი ამ ადამიანებს არ ამოძრავებდათ იმ ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ ორგანიზებული არ იყო და როლები განაწილებული არ იყო და ასე შემდეგ. მარტივად რომ ახსნათ რაზე საუბრობთ ახლა თქვენ, რომ აქ არ იყო წინასწარ დაგეგმილი, შენ ამას იზამ, შენ აქედან შეუტევ, შენ იქედან წახვალ, შენ ხობეზე გადახვალ, ანუ ორგანიზებული რაღაცა შტურმი არ იყო, ეს იყო რაღაცა სპონტანური ამბავი, ხო? ორგანიზება სხვა არის და ხო, კი, ორგანიზება სხვა მოწოდებასაც თავისთან დატოვებს, პლუს ამას ეს არ იყო წინასწარ განზრახული ჯგუფის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული და ეს არ იყო ზოგადად არც ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, იმიტომ რომ ერთიანი მიზანი ამ შემთხვევაში იმდენად ქაოტურად და სპონტანურად მოქმედებენ ადამიანები, რომ ძალიან რთულია მაგის დაჭერა კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. ღობის წინასწარი გადაჭრის სიგჯერად თქვენ? თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამასთან დაკავშირებით განწყობილი, შემდეგ როცა ვნახე კადრები უამრავი რაკურსით და 39-ომიანი საქმე და მართლა ბევრი კადრია, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ ამგვარი შეიძლება თეორიულად მომხდარიყო და ამის შესაძლებლობა რა თქმა უნდა არსებობს. პლუს ამას ყველაფერს ემატება არაჯეროვნად ჩატარებული გამოძიება, როცა ჩვენ ვიცით, როდესაც სახელმწიფო სჭირდება გამორთული კამერებიც კი ირთვებიან და რაც არ უნდა იწერდეს ხმას და გამოსახულებას, ისიც კი იწერს და პრეზიდენტის სასახლეზე, სადაც დამონტაჟებულია უამრავი სათვალთვალო კამერა, რომელიც გამოიყენება პირველ რიგში იმისთვის, რომ ტერიტორიას დააკვირდნენ და რასაც შეეძლო ჩვენთვის მოეცა უწყვეტი სრული კადრი შემთხვევის ადგილის. აღნიშნული კამერები ჩანაწერები არის გამქრალი, გვეუბნებიან, რომ ზოგი გათიშული იყო და ზოგი მიტრიალებული იყო. ეს აჩენს სამოქალაქო საზოგადოებაში ლეგიტიმურ ეჭვს მტკიცების სტანდარტს თავი დავანებოთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაღაც ისეთი მოხდა, რისი გახმაურება საჭირო არ არის. პლუს კიდევ სად არ არის კამერები მთავარ ადგილას, ეს არის სასამართლო დარბაზის და ეზო, საიდანაც ჟურნალისტები გააძევეს თავიანთი კამერებით და წარმოვიდგინეთ ხელისუფლება რაღაცა ოდნავ კარგს რო აკეთებს, 20 ფოტოგრაფით და 15 ოპერატორით მირბიან ხოლმე იმ ადგილას და სასამართლო შენობაში, ანუ არ ხდება არაფერი კარგი და პლუს პირიქით ცუდი ხდება გამომდინარე იქიდან რომ ხელისუფლებას არ უნდა რომ არავინ დაინახოს ის რაც ხდება სასამართლო დარბაზში ვინც იქ იყო დამწრე ყველამ დაინახა რა აბსურდული ბრალდება იყო წარდგენილი და იქ რო კამერები და ჟურნალისტები ყოფილიყვნენ კიდევ უფრო კარგად გაშუქდებოდა იმ აბსურდის ხარისხი და მასშტაბი რაც იქ ხდებოდა ოღონდ უკვე მთელი საქართველოსთვის მე მინდა თქვენ როგორც პოლიტიკოს ამჯერად გკითხოთ ამ დაკავებების შესახებ, რაც ამ განაჩენთან ერთად მოხდა. ამ დღეს ერთი მხრივ განაჩენი გამოიტანეს 4 ოქტომბრის საქმეზე და მეორე მხრივ ჩვენ ნახეთ, რომ დააკავეს ძალადობაში ბრალდებულები. რას უკავშირებთ ამ ყველაფერს? ანუ ხელისუფლება რაღაც გამოსწორების გზაზე დადგა თუ რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? პირველ რიგში დაკავებულებს უსურებს სამართლიან სასამართლოს იმგვარ რაღაცას, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიღებთ და ისი მოთხოვნისთვისაც გამოსული ვიყავით და სავარაუდოდ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმთავითვე კლავდნენ ჩვენში ამ მოთხოვნას და ამისთვის იყვნენ მობილიზებული და სამწუხაროდ ეხლა მოიმკიან თავიანთი ქმედების შედეგებს, თუმცა მაინც უსურებდა დიდი იმედი მაქვს, რომ რამე ისე შეიცვლება, რომ სამართლიან მართლმსაჯულებას მიიღებენ ეს ადამიანები. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის პიარსვლა. შეუძლებელია ხელისუფლება მოტივირებული იყოს და მონდომებული იყოს იმისკენ, რომ დასაჯოს მოძალადეები, ბრძანების გამცემი რა თქმა უნდა თავად არის, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ რომ რაღაც მოტივაცია ქონდეთ, ფორმულა, სიუჟეტი და ჟურნალისტური გამოძიება არ უნდა ჭირდებოდეს მოძალადეების გამოვლენას. დღეს თქვა გენერალურმა პროკურორმა, რომ 1000-ობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულიო და ძალიან
მაინტერესებს რა ეძახის საგამოძიებო მოქმედებას შეიძლება 1000 გამოკითხვის მოქმიც კი არ იქნება და ამდენი ადამიანი არ გონენ რომ გამოკითხული იყოს ან რაიმე დასურათებული. კიდევ ერთხელ რუსთაველი ის ადგილი სადაც ხდებოდა ეს შემთხვევები კამერებისთვის არის 64, რასაც იყენებენ ძალიან აქტიურად პროტესტანტების დასაჯელად და ხან ტროტუარზე დგომის გამო უშუალოდ ციხეებში და ხან გზაზე ოდნავ გადასვლის გამო და ამ შემთხვევაში როცა საქმე გვაქვს მძიმე არა ადმინისტრაციულ გადასტომასთან, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულთან უკვე თითქოს ეს კამერები ყველგან გამქრალია, როცა მათ უნდათ არავინ არაფერს არ აჩვენეს და უბრალოდ აი ყველასთვის გასაგებია რომ იყოს ქართულმა ოცნებამ გამოიყენა და გადააგდო ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მიქაუტაძე და როგორ შეიძლება სპეცრაზმოს, რომელიც სახეც კი კაციშვილმა არის ის და ნიღბით აქვს სახე დაფარული, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ჩაიდინა დანაშაული და ეს დანაშაული შერჩება და როგორც პაიქს ისე არ გაწირავს ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ამგვარი რწმენით ცხოვრება ჩემი აზრით ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ არის უმყიფესი. რაც გააკეთეს კიდევ და კიდევ არის პიარი და ეს არ ემსახურება სამართლიანობის აღდგენას და ჭეშმარიტების დადგენას. თან, აი ესე 5 კაცი თუ გვირტყამდა და 5 კაცი თუ გვერეოდა, გასალახები ყოფილვართ მაშინ. ხო, მაგრამ რაღაც კონკრეტულ საქმეებზე არის, ხო, საუბარი სამ გახმაურებულ საქმეებზე, რაზეც ადამიანები ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩვენ ხო გვინახავს უამრავი კადრი, რა ვიცი, ლაივში გვინახავს ის სიმხეცეები, რასაც ჩადიოდნენ ეს ადამიანები და იმის გამო, რომ ეხა მსხვერპლს შეიძლება სახეზე მთელი საქართველო არ იცნობდეს, ამიტომ საქმე არ გამოიძიო, ეს კიდევ და კიდევ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი პიარისკენ არის. თან, ეხა ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობთ, გამოიძიო ბრალდებული რომ დაკავებულია, ჯერ კიდევ იმას არნიშნავს, რომ სწორად დააკავეს ამ შემთხვევაში მართლმსაჯულებაზე. დღეს არ ვილაპარაკებ იქ რაღაცა სასამართლოს გამოწყობილ განაჩენი თუ გამო ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, მაგრამ დღეს ნახე მიუხედავად იმისა, რომ პროცესი იყო უამრავი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით გაჩენილი და მათ შორის გურამ როგა ამბობს, რომ ჩვენი სიუჟეტით გამოვლენილი პირი არ არის ის სავარაუდო დამნაშავე, რომელიც დააკავა პროკურატორმა თქვა მაგაზე, რომ ის არ მას არ აქვს საკუთარ კავშირი, სხვა მიძალა და ეს არ იყო, სხვა იყო. და აქამდე აი როგორ გაიგეს, რატომ მოხდა სიუჟეტის გამოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი, ანუ რა საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაეტარებინათ? უნდა შევხედოთ ერთად, როგორ დაიწყო, ხო, ეს ყველაფერი ჯერ დაიწყეს, თქვათ, ცოტნე ივანიშვილი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ გმობძალადობასო, მე მამუკა დინარაძე გამოვიდა, რომ და მე იმისთვის მოვედი აქ, რომ ეს ყველაფერი გამოვიძიოთო, მე როგორც მოხდა ლევან ხაბეიშვილის სახლობო წრეს უცებ საიდანღაც ჩაუვარდა ხელში ინფორმაცია მოძალადებზე, მე უცებ აღმოჩნდა, რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ ფორმულას ჩაუვარდა ხელში, მე ჩაშაჟვარო სპეციალურად უშვებდნენ ამ ინფორმაციებს, რომ ამ ნიადაგს ამზადებდნენ. კი, უბრალოდ მანდაც ხო შეკითხვა არის, აი რომ უთხრათ, რომ როდის მიიღეთ დაკავების გადაწყვეტილება კონკრეტულ გამოძიებას, ხო, ამ პროკურორს, რა საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, ხო იტყვის რა საგამოძიებო მოქმედება. ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეიძლებოდა თუ არა გუშინ წინ. ერთი წლის წინ შეიძლებოდა თუ არა ჩატარება. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ცხელყვალზე პირველად მარტივია დანაშაულის გახსნა. გასაგებ, მე როგორც თქვი, ერთ-ერთი დაზარალებული ზვიად მაისაშვილი ჩვენი სტუმარი იქნება, სულ წუთში მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის. ბორის ჩელეყურვა იყო ჩვენი სტუმარი, ადვოკატი და პოლიტიკოსი და კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ჩაგვერთვება, რომელიც ასევე რამდენიმე ადამიანს იცავდა, ვინც 4 ოქტომბრის საქმეზე არის ჩავდებული. ბექა თუ არის ხაზზე, გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რომ ვისაუბროთ როგორცაც ზოგადად საქმეზე, ისე კონკრეტულად თქვენ იმ ადამიანებზე, ვინც თქვენს დაცვის ქვეშ არიან, განაჩენის სამართლიანობაზე. მე სულ ვიმეორებ, ეხა პირველ სტუმარსაც ვუთხარი ამის შესახებ, რომ მოსახლეობის გადმოსახედიდან საქმე ასე ჩანსო, თითქოს ყველაფერი ნათელია, იმიტომ რომ იქ არის რაღაც ისმის მოწოდება წასვლისკენ პრეზიდენტის სასახლისკენ, მერე იქ ხდება თქვა ღობის გადმონგრევა, ღობეზე გადასვლა, იქ მერე დაპირისპირება სპეცრასთან და ძალიან ისე თქვა თუ შეხედავს ადამიანი ამას როგორც კადრებს, იტყვის რომ ხო არის ახლა ხო თავდასხმა რაღაც სტრატეგიულ ობიექტზე მინიმუმ, თქვენ ისე თქვა შეგიძლიათ ამ ყველაფერზე რო გითხრათ. კი ბატონო, მე რა მოკლედ კაფეო შემიძლია ვთქვა ერთი რაღაც. გამოტანილი განაჩენი არის სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი. რაც ჩვენ 4 ოქტომბერს ვიხილეთ, ამაზე ბევრად მძიმე ვითარება ჰქონდა ჩვენ მაგალითად ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, მაგრამ მსგავსი კვალიფიკაციით ჩვენ არ გვახსენდება არც ერთი საქმე. ამავდროულად ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს შემთხვევები, როდესაც დღეს ხელისუფლებაში მოკალათებული ხალხი იყო ოპოზიციაში და როგორ უტევდნენ მაგალითად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს, ასევე
სამთავრობო ობიექტს. უტევდნენ ასევე პრეზიდენტის რეზიდენციის ირგვლივ იყო ხო გვახსოვს კარვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გვახსოვს ხო ეს ყველაფერი. მაგრამ არავის სისხლის სამართლის წესით არ დაუშია. არათუ 7 წლიანი საშიელი ციხეში არ გაუშვია. ამავდროულად რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რაც ვნახეთ მოქალაქეების აღშფოთებია რა ფორმითაც იქნა გამოხატული 4 ოქტომბერს ამ ტიპის აქციები საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის ეს რაღაც უცნაურობას არ წარმოადგენს და რაიმე ისეთი ძალადობრივი მოქმედებები ხობის გადანგრევას თუ არ ჩავთვლით და იქ ერთეულ შემთხვევაში რამდენიმე პოლიციელთან დაპირისპირებისა 4 ოქტომბერს რაიმე ისეთი მასიური ძალადობრივი ხასიათი არ ქონია. შესაბამისად ეს 7 წლები არის აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული, პოლიტიკური დაკვეთა რაღაც თითიდან გამოწვეული. ამავდროულად არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე იურიდიული ნიუანსი. კაი, შეიძლება ვიღაცა მითქვას, რომ იცი რა, ერთეული შემთხვევაში კი თუ იყო ძალადობრივი მოქმედებების, საკმარისი ადამიანების გასასამართლებლად. მაგრამ როგორ შეიძლება მე მაგალითად ეხლა ჩემი ქმედება რომ ეთერში გეკვდები, ხო? და ეთერში ჩართო იყოს დანაშაული. ეს ქმედება ორი სხვადასხვა მხრივ ისჩებოდეს. ეს რამდენად ადეკვატური და რამდენად ნორმალურია. ანუ პრეზიდენტის სასახლის დაკავებაზე არის ბრალდება წარდგენილი, ამავე დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზეა ბრალი წარდგენილი. თუ პრეზიდენტის სასახლის დაკავების მცდელობას მე დავებო, პრეზიდენტის სასახლის დაკავებას რაღაცა ისე ხო არ მოვახდენდი, რაღაც საშუალო სხვა რუშობდი ჩემზე რომ დამეკავებია, ხო? ესე იგი რაღაც ძალადობრივი ქმედება, რაღაც უკანონო ქმედება უნდა განმეხორციელებია, ხო? სხვანაირად უკანონო დაკავებას ვერ განვახორციელებ ბუნებაში, ხო? თუ პრეზიდენტის სასახლის უკანონო დაკავებაზე მე დავები, მაშინ მეორე მუხტს იგივე ქმედების გამო რატომ მიყენებ, ხო? ამავდროულად გვაქვს დამატებითი ნიუანსები არსებობს ხალხი ამ საქმეში, ვისაც პრეზიდენტის სასახლის დაკავების მცდელობასაც ვერ ედავებიან, ვისაც მოწოდების განხორციელებასაც ვერ ედავებიან და მასაც 7 წელი მიუსაჯეს. მაგალითად, მანჯგალაძის საკითხი. ამ სასამართლო პროცესში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მურთაზ დანაშაულობა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს ყვაპირები, მათ შორის ბევრი სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ესე ფართო ცნობილი არ არის, მაგრამ აი ეს ხალხი დანაშაულობ სხერანი, ხო, დღეს ერთი ყვებოდა თავის საბოლოო სიტყვაში დეტალურად, როგორ აღმოჩნდა ორბელიანის მოედანზე და გული დაგეწვებოდა ადამიანს, რომ ეს პიროვნება ციხეშია დღეს გამომწყდებული, ხო? ხო და რის თქმა უნდა, იმ სტანდარტებიც კი რითიც პროკურატურა ხელმძღვანელობს, მან შეუძლია არაფერი არ არის. არის ერთადერთი ვიდეო, სადაც ბატონი ბატა ბუჩულაძე აქციის თანაორგანიზატორად ასახელებს მას, ხო? და ირაკლი მადირაძის ლაშაბერიძეს. და თუ ბატონი პატას განცხადება საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს შავრი დაედოს, მაშინ ბატონმა პატამ დეკლარაცია დაიკითხა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი და სხვები საერთოდ დაკავებული უნდა ყოფილიყო და პროკურატურა ერთ ნაწილში გაიზიარა მანჯგალაძის ნაწილში ბატონი პატას განცხადება და მანჯგალაძე ორგანიზატორად ჩათვალა და მეორე ნაწილში ივანიშვილი რომ კრიმინალია და სხვები იქ ვინც იყვნენ ჩამოთვლილი დეკლარაციის დაჟღერებისას იმ ნაწილში არ გაიზიარა, ხო? აი ესეთ აბსურდთან გვაქვს საქმე და ამ აბსურდს ჩვენ სასამართლო განხილვების დროს ეხლა ბუნებრივია სასამართლო პროცესებზე ჩვენ კონსტრუქციული და ადეკვატურები ვიყავით ეხლა იქ რაღაც არ დაგვიდგა სცენები, მაგრამ იმთავითვე ვიცოდით რომ სასამართლო, როდესაც პოლიტიკური საქმე ეწერება მას, მოწადინებული არა მართლმსაჯულების განსახორციელებლად, არამედ ხელისუფლების დაკვეთის შესასრულებლად. ეს ისეთივე ფარსია სასამართლო პროცესები, როგორც აი წერა-რაზეც საუბრობდით და საკმაოდ სიღრმისეულად და დეტალურად ჩელესთან, ან ეს დაკავებები რაც არის, როგორც ფარსიც ეგ არის, ხელისუფლების მხრიდან და აბსოლუტურად მართული პროცესი PR-ის მიზნებით იგივეა ჩვენი 4 ოქტომბრის საქმეზე განხორციელება. ამ თემაზე კითხავ აუცილებლად შენს ასწრაფს, მანამდე წავიკითხავ პროკურორის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა სასამართლოს შემდეგ. მოპოვებული მტკიცებულებებით ამბობს პროკურორი, დადასტურებულია, რომ გაკეთებული მოწოდებების შემდგომ ორგანიზებული ჯგუფი დაიძრა პრეზიდენტის სასახლისკენ, რომელმაც ძალადობრივი ქმედებებით შეეცადნენ, რომ შეჭრილიყვნენ სტრატეგიული მნიშვნელობის შენობაში. ესენი იყვნენ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ერთ შემთხვევაში უმოწყალოდ ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. თქვენი ხილეთ დაზარალებული ლაშა ჯუღელის ჩვენება. აქციურზე 10 ადამიანი უმოწყალოდ სცემდა მას. ვიხილეთ თორიკოემ ჩადლიშვილის კადრები, რომელიც უმოწყალოდ იქნება ჯოს, პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ დაორგანიზებული ჯგუფი, ძალადობრივი ქმედებები და ამას შესაბამისი სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცაო ის ამბობს. კი ბატონო. ნუ ამ ნაწილში შეგვიძლია რამდენიმე ნიუანსს გავუსვათ ხაზი. პირველი, როგორ შეიძლება ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფი არსებობდეს და
ამ სრულებლებსა და ორგანიზატორებს შორის არავითარი კომუნიკაცია არ გინდებოდეს, მათ შორის ურთიერთობა არ გინდებოდეს, კავშირი არ გინდებოდეს, როლების განაწილება არ გინდებოდეს, ფუნქციების განაწილება არ გინდებოდეს. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ბატონი ჯუღელის ნაწილს. ძალიან სამწუხაროა და არავინ არ მიესალმება არც პოლიციელის და არც მოქალაქის ფიზიკურ ანგარიშტორებას, მაგრამ აქ არის მერაბ ცენტრალური კითხვა. თუ ჯგუფურ ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს უნდა ადგილი. ბატონი ლაშა ესე ერთეული დაზარალებული მე კი არ ვაკნინებ თქვა თუ მაგ რაღაც დაზიანება მიიღო ამ დაზიანების ხარისხს და კი არ ვაბრიაბრებ მაგრამ მაშინ უნდა ყოფილიყო ეს 10000 კაცი ვინც ორბელიანის მოედანზე ჩავედით მათ შორის მეც იქ ვიყავი იქ რა საპოლიციო ძალა დაგვიდგებოდა წინ ჩვენ რომ რაღაც ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები ყოფილიყო დაგეგმილი წავლეკავდით ხო ვინ გამოიწევდა წინააღმდეგობას ბატონი ლაშა ჯუღელი კი არა 100 ლაშა ჯუღელი იქნებოდა ხო ამ შემთხვევაში დაზარალებული ხო ანუ ვისი თქმა მინდა ჩვენ იმას კი არ ვამართლებთ რომ თუ ვინმე დაზიანება მიიღო კარგია რომ დაზიანება მიიღო აქ საუბარია იმაზე რომ მედების კვალიფიკაცია არის აბსოლუტურად არასწორი და განსაკუთრებით ხაზი უნდა გაიცნოს რომ ბატონ ლაშას უშუალოდ თუ ვინმე დაზიანება მიაყენა ამ საქმის მარტივ ყოველ შემთხვევაში ჩვენ პროცესი არავინ ეგეთი არ განიხილებოდა რომ აი ბატონ ლაშას თქვა რომ აი ბექაბატონიამ მაყენა დაზიანება პირობითად. ესე მეორე დანიშნულოვანი საკითხი თუ ამ ჯგუფის ჩვენ ვინძახიან ჯგუფს ხომ ის ორბელიანის მოედანზე ვიყავ. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა პრეზიდენტის სასახლის დაკავება, მაშინ მეორე მუხლით რაღაცო მედავები. როგორ შეიძლება თქვა შემედაო პირობითად ერთდროულად აი გზა რო გადავკეტო და პოლიციამ ითხრა რომ გზა გაათავისუფლო. თან გზის გადაკეტვის გამო დამიჭირო. თან პოლიციამ გითხრა გზა გაათავისუფლე და არ გავათავისუფლე. თუ ჩემი ამოცანა და მიზანი გზის გადაკეტვა და არა პოლიციელზე დამორჩილო, მინდა რომ გზა გადავკეტო. უნდა დამსაჯო ამის გამო, ხო? ეგეც ადმინისტრაციული წესი ბუნებრივია ხა ამათ რა კანონებს კი არ ვამართლებ, მაგრამ ლოგიკა რო დავიჭირო და შესაბამისად ეხა ეს საკითხები მე რაც წამოვჭერი შენთან დავუხსენ. ჩვენ წამოვჭერით დასკვნითი სიტუაციას და პროცესების მიმდინარეობისას და ამის დიფერენციაცია პროკურატურას არ მოუხდენია. და რატო არ მოახდინა განა? ეხა ბატონ ვაჟასთან ქალბატონ თაბარს კომპეტენცია დაეწუნება, საერთოდ არა ძალიან ესეთი ჭკვიანი მომზადებული ხალხი არიან, ხო? მაგრამ რატო არ გაგვწეს ამ საკითხებზე პასუხი ამ დოქტრინალურ საკითხებზე იურისპრუდენციის პასუხი დღეს რეპლიკაში? იმიტომ არ გაგვწეს პასუხი, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ანუ თქვენ ბატონ ბექა როგორც ადვოკატი თვლით რომ საერთოდ არ იყო იმ დღევანდელ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები თუ იყო და უბრალოდ სხვა მუხლით უნდა ყოფილიყო აი მაგალითად პატა მანჯგალოზისთან დაკავშირებით სალსახად შემიძლია გითხრათ რომ არავითარი დანაშაულის ნიშანი არის სალსა მე ხა ვისაუბრებ ჩემ დაცვის პროექტში ყოფილზე რა რაც შეეხება მურთასთან დაკავშირებითაც მე მჯერა და დასკვნითი იყო საკმაოდ ვრცელი გქონდა რომ არ არის დანაშაული მურთას რასაც ედავებით მაგრამ დაშვება გავაკეთოთ, რომ მურთაზის განცხადება მამაკაცური ძალის თაობაზე და პრეზიდენტის სასახლის გასაღების ჩაბარების თაობაზე აღქმულ იქნა ვთქვათ მასების მიერ ძალადობრივ მოწოდებაზე. ესეთი დაშვება გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში წინერა მურთაზის ქმედება მაქსიმუმ შეიძლება შეფასებულიყო სტრატეგიული ობიექტით დაკავების მცდელობა. მაქსიმუმ. და არა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება. ჯგუფური მოქმედების ორგანიზების მთელი არსი რაც მდგომარეობს, რომ რაღაც ხულიგნური ანტისახელმწიფოებრივი мотивაციით ახსავსე ხალხმა უბრალოდ ყოველგვარ შედეგის და ორიენტირის გარეშე ქუჩაში მოაწყოს დიდი არეულობა. ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლის არსი. ხოლო თუ შენ პროკურატურა მემედავები რომ ჩემს ძალადობრივ მოწოდებას მიზნად პრეზიდენტის სასახლის დაკავება ქონდა დაწაფული როგორ მედავები ხულიგნობის უმოტივო დანაშაულის მუხლი. რაც არის 6-დან 9 წლამდე და ის მცდელობის გამო 3 წელი იქნა განაჩენში მიღებული, ხო? ანუ იმ მუხლზე იმიტომ არ დარჩნენ. რომ საშკელი ისეთი არ იქნებოდა ძალიან მძიმე და ამიტომ არჩიეს ეს სრულიად დაუსაბუთებელი მუხლი ამიტომ შემოიტანეს. და მე ხარ სხვებს რატო არ ვეხები? ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რატომ არ არიან დამნაშავეები, უბრალოდ ყოველას თავისი დაცვის სტრატეგია, ყოველას თავისი ადვოკატი ყავს და არ მინდა მათემაგიურად ვისაუბრო, თორე ვინ ხალხი არის, მე მგონი დღეს ვის არის, არ ვიცი, შეესწარი თუ არა ბოლოს საბოლოო სიტყვით დროს იყავი თუ არა დარბაზში, ადამიანი ყვება, როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტის სასახლესთან და ხოლოდ ღობეს დაეჯაჭვდა, ხოლოდ ღობეს. და ამის გამო
5 წლით გაუშვეს ციხეში ყობეზე დაჯაჯგურების გამო აი რა სიმახინჯია. არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ აი ხელის დაქნევის გამო არიან მსჯავრდებულები. ხო, მესმის თქვენ აპირებთ გაგრძელებას დავის სამართლებრივ. ნუ ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი იმედი იმის, რომ ზემდგომი ინსტანციის სამართლოები იქნებიან დამოუკიდებლები, ამის ბუნებრივი არ გაგვაჩნია ამის იმედი, მაგრამ ყველა ფორმალურ წესს და პირობას დავაკმაყოფილებთ იმ მარტივ მიზეზიდან, რომ საზოგადოება ერთი ინფორმირებული იყოს, მეორე პროპაგანდას საქმელი არ ქონდეს, რომ აი დამნაშავებული იყვნენ არ გაასაჩივრეს და მესამე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რომ მომზადდეს кейსი. გასაგებია და ბოლოს დღევანდელ დაკავებებზეც წეგან საუბრობთ ნაწილობრივ ამაზე, ანუ როგორ შეაფასებთ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოძალადე პოლიციელები დაიჭიროს. ნახეთ. კი ბატონო, წეგან საკმაოდ ცალად ისაუბრებთ, რამე დავამატო გამიჭირდება, უბრალოდ ნათელია ერთი რამ. ამ ხელისუფლებას, ამ ორგანიზებულ კრიმინალურ სინდიკატს აქვს თავიდან ბოლომდე მაფიოზური წესები. მაფიაში როგორ ხდება? სოპრანოს კლანი ეს საკულტო სერიალი ალბათ ყოველას ნუბერს ნახი აქვს. ვიდრე საჭიროა მაფიის წევრი და რანგს არ აქვს მნიშვნელობა ჯარისკაციდან დაწყებული ოფიცერი დამთავრებული, მანამ ყველაფერი მოსულა მისთვის კლანის შიგნით. თუ კლანის მიზნებს და ბოსის მიზნებს შეესაბამება მისი ქცევა. მაგრამ როგორც კი ეს სუბიექტი ხდება არასაჭირო, მაფიამ მას იშორებს სხვადასხვა მეთოდით. შეიძლება ჩაუშვან და დააჭერინონ, შეიძლება პირდაპირ ფატალური შედეგით ხო გააგორონ და ასე შემდეგ. იგივე სისტემა აქაც შექმნა. არა მხოლოდ დღევანდელი ბრალდებები, დააკვირდით ბოლო პერიოდის განაჩენებს. მათ შორის მაღალჩინოსნებს და მათ შორის ორგანიზებული დანაშაულების წარმომადგენლებს. ამ ხალხის უდიდესი ნაწილი ქართული ოცნების სამსახურში იყვნენ და პირდაპირ ტრანსლირებდნენ ხელისუფლებას ქუჩაში და ძალადობაში. და ხელისუფლების ზურგით ჰქონდათ მოპოვებული გავლენები ქუჩაში. არაერთი წინადღების განაჩენები გაიყენებთ. მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი აღარ ჭირდებოდა ისინი, ან წარმოიშვა სხვა უფრო დიდი საჭიროება, ეს ხალხი გამოიყენა ჩვეულებრივ საზარბაზ ნახობს. იგივე მოხდა დღესაც და ეს არ შეიძლება აღქმულ იქნეს რეალურ გამოძიებად, რეალურ ბრალდებად, ეს არ შეიძლება აღქმულ იქნეს ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი სინდიკატის კათარზისად. გასაგებია, მადლობა დიდი, ჩვენს უარყო ბექა ბასილაია, ადვოკატი და სტუდიაში ბრუნდები ზვიად მაისაშვილი შემოგვიერთდა, ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყველა მიცის საშინელი კადრებიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ აქციების დროს, ამ კადრებს კიდევ გაუშვებთ ალბათ საეთეროს, ვთხოვ რომ გაუშვას ეს კადრები, როდესაც ახალგაზრდა კაცი აგდია მიწაზე და მას რამდენიმე სპეცრაზმელი სცემს. და დღეს პროკურატურამ წელიწად ნახევარი გავიდა, ხო, დაახლოებით გამოგვიცხადა, რომ მათ შორის თქვენზე მოძალადე დააკავეს, ერთი თუ ორი მეგონა, ხო? ორი ადამიანი თქვენზე მოძალადე დააკავეს. რა შეგიძლიათ ამაზე რომ თქვათ? პირველ რიგში მოგესალმებით, მიმესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ ამბებზე რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ გავიდა წელიწად ნახევარი, მთელი ეს დრო იცახდნენ, რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანების დადგენა, კობახიძე იცახდა, რომ ცდილობდნენ პოვნას, თუმცა იმის გამო რომ არ ქონდათ მათ სანომრე ნიშნები, მათი დაადგენა ვერ ხდებოდა. თუმცა ახლა როდესაც გავიდა ეთერში ჟურნალისტური გამოძიების კადრები, აღმოჩნდა, რომ თურმე რამდენიმე დღეში, სულ 2 დღე გავიდა, თუ არ ვცდები, 2 დღეში ეგრევე პოულობენ, ვინ არიან ეს დამნაშავეები, უკვე დაკავებულებიც კი არიან. რანაირად მოხდა ისე, რომ ზუსტად ესე ამ ფაქტს დაემთხვა, ესე ზუსტად. ბევრი რამე დაემთხვა, მე წინასწარმეტყველთან ვსაუბრობდი, ხო, დაუცილებლად დაიწყო ჯერ ივანიშვილის შვილი გამოვიდა და მოულოდნელად ჩვენ ხო ხვდებით ახლა იმას შემთხვევით იმ კითხვას არ დაუსვამდნენ. აი მაყურებელი რომ კარგად მიხვდნენ, ხო, როგორ იყო ყველაფერი დაალაგებული, ცოტნე იმაშვილი გამოიყვანეს როგორც რაღაცა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. იქ ვიღაცა გოგო მკითხა, რომ ვითომ შემთხვევით რომ ვიცოტნე დავინახე და რას ძალადობა არ მოგწონს და რას ვიქრობ და ცოტნე გამოვიდა რაღაცა კეთილი ადამიანი რომ მე ვსგმობ ძალადობას ეს არ უნდა მომხდარიყო. მე ასევე ისაუბრა ირაკლი კობახიძემაც ამაზე რომ ეს ვაღიარებთ რომ იყო გადაცდომა, მაგრამ როგორც თქვენ თვით ვერ ვახერხებთ იდენტიფიცირებასო.
ამას დაემატა ის რომ მე რამდენიმე დღეში გამოვიდა მამუკა მდინარაძე იმედზე და მან თქვა რომ აი მე რო ახალ თანამდებობაზე ვინიშნები ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება მოძალადეების დასჯა და მე ამას დაემატა რომ უცებ გაჟონა ინფორმაციამ ხაბეიშვილის თავდამსხმელებზე შემთხვევით საინტერესო კითხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს და გაკეთდა იქ ბრიფინგი მე გაჟონა ინფორმაცია მაგ ფორმულაში თუმცა ახლა გვეუბნებია რომ ის პირი არ არის დაკავებული სხვა არ დაკავებული მაგრამ არც ეს გონია ხო რომ ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთს ასე მიეწყო და დღეს დააკავეს ხო არ ვიცი ხა რა ალბათ ბევრი დიდი ფილოსოფოსობა არ ჭირდება რომ ეს ახალსა წინასწარ იყო ყველაფერი შემზადებული კი ბატონო, აი ესე იყო, ასე გავიხსენებ, როდესაც რეპერების საქმე იყო, როცა დააკავეს რეპერები, მაშინ ამ შემთხვევაში თავის მეორე შვილი გამოიყვანა და თქვა, ჩაწერა სიმღერა, ეს ადრეულსაც რეპერები დააკავეს. მაშინაც იგივე სცენარით მოხდა ეს ნელა გამოაშკარავება. ხო, ანუ ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, რაღაცის გამო, ხო, რაღაც მიზეზით, არ ვიცით ახლა ეს რას ემსახურება, იმას რომ რაღაც ცდილობენ დასავლეთთან დაალაგებას ბოლო პერიოდში, მოსკოვის მექანიზმის ჩაირთო და რაღაც პასუხი იყო საჭირო, მაგრამ თქვენ როგორ უყურებთ ამას? თქვენ როგორ დაზარალებული ყოფილი ხართ ამ? მე როგორც დაზარალებული ვიტყოდი იმას პირველ რიგში საერთოდ არ მქონდა იმის განცდა რომ არავის მე მგონია რომ არავის თვითმიზანი არ ყოფილა ის რომ ეს მოძალადეები ყოფილიყო დაკავებული იმიტომ რომ მათ ამ ერთეულების დაკავებით არ იცვლება ის სისტემა რასაც ჩვენ ცხოვრობთ საერთოდ ასევე ისიც ძალიან უცნაურია რომ შესაძაც აკავენ მხოლოდ 5 ადამიანს, როდესაც ეს არ ყოფილა ერთეული შემთხვევა, ეს იყო მასობრივი სისტემური ძალადობა, ეს არ ყოფილა მხოლოდ შემთხვევაზე, ეს იყო მასშტაბურად ხდებოდა აქციის მონაწილეებზე ძალადობა, მათი წამება ავტობუსებში, სისხლის გუბეები უბრალოდ ეხლა რაც ხდება არის როგორც გადმოგდებული რაღაც ლუკმა რომ ხალხი დაამშვიდონ ასევე იყოს დიდი საერთაშორისო წნეხი როგორც ახსენეთ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედა ამიტომ მოუწიათ უკან დახევა რაღაც კუთხით თუმცა ეს იყო რაღაც პატარა ლუკმის გადმოგდება რეალურად მთლიანი სისტემა არის იგივე დანაშაულში გასრული თუნდაც იმიტომ რომ ამდენი ხანი გავიდა და ჯერ კიდევ არ ყავდათ დადასტურებული მთელი ამ დროის განმავლობაში ეს უკვე ადასტურებს იმას რომ თვითონვე აფარებდნენ ხელს თვითონვე მოქმედებდნენ მათთან ერთად მათივე ქმედებებს აწევდნენ ხელს და არ ქონდათ ამათთან არანაირი საწინააღმდეგო სანამ ესეთი წნეხის ქვეშ არ მოექცნენ და არ მოუწიათ რომ გამოეაშკარავებინათ რაც პატარა ლუკმა გადმოვიდოთ თქვენ ახსენეთ რომ ძალიან ბევრი დანაშაული მოხდა მათ შორის იმ დღეებში არის აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშიც კი ხო ბევრი სხვა დანაშაული ათეულობით დანაშაულია საუბარი უბრალოდ იმ შემთხვევაში რომელიც ხდებოდა ეგრეთ წოდებულ მიკროავტობუსებში, ხო, პოლიციის მიკროავტობუსებში, იქ ახლა კამერა არ იყო, ეს გადაღებული არ არის, დაფიქსირებული არ არის და ამაზე ამდენი ზეწოლა არ არის. ხო, იმიტომ რომ, ნუ, შენ ამბობ, რომ ადამიანები ყვებიან, რომ იქ იყო დანაშაული, ისინი ამბობენ, რომ არ იყო და აი ეს საქმეები იმიტომ იყო ყელში ქონდა გაჩხერილი ხელისუფლებას, თავიანთ მომხრეებთანაც კი ვერ ჭალებში ჩავსვამს, ვერ აპრავებდნენ, იმიტომ რომ თავიანთ მომხრეებს ხედავდნენ, ხო, ხა როგორ გირტყამენ სახეში წიხლებს. ანუ მე დარწმუნებული ვარ რომ შენი კადრები გადაღებული ვარ ყოფილიყო, ბუნებრივია მათ არ დაიჭერა. ხო, იმიტომ კიდევ ერთხელ ვარ, ბევრი სხვა ცემაც მოხდა, რომელიც ვერ გადაიღეს და ისინი ვერ დაიჭერა. ხაბეიშვილის ამბავი კამერების წინ მოხდა, თქვენი ამბავი კამერების წინ მოხდა, გურამ როგავას ამბავს კამერების წინ მოხდა. თუმცა ამ და დაგვაუწყდეს რომ კამერების წინ მოხდა კიდევ მაკაჩიხლაძის ცემა, კიდევ ერთი ჟურნალისტის და ის ჯერ გამოძიებული არ არის. კი ბატონო, როგორ ასევე იმას დავამატებ რომ რაც მოხდა მხოლოდ მაგაზე აპელირებდნენ დანარჩენს იძახდნენ რომ სისტემური ძალადობა არ იყო ესე ამბობდნენ თვითონ და ასევე მაკაჩიხლაძეს შემთხვევაში შეხება საერთოდ ამბობდნენ რომ ეს სპეცრაზმელები არ იყვნენ უბრალო ადამიანები ამიტომ მაგითი მარტივად ცდილობენ საზოგადოების შეცნობაში შეყვანს რომ ვითომ ესენ ჩვენთან კავშირში არ იყვნენ თუმცა შეუძლებელია როდესაც ესეთი როცა მოინდომეს ყველაფერი გამოერკვეს ხო თუ მოინდომებენ მაკაჩიხლაძეს ამდენ მაგრამ იქ უკვე სხვა სიტუაცია არის იმიტომ რომ მაგ სისტემაში რაღაცა კიდე შეიძლება დაალაგდნენ ამ ხალხთან და ის დაქირავებული ვიღაც ზონდერები იყვნენ რომელიც თავს დაესხნენ და იქ შეიძლება ასე მარტივად მათი გაწირვა არ გამოდიოდეს მათი მხრიდან. თან სულ 4 დღე მომეწია საავტოფოში ყოფნა და ყოველდღიურად დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი შემოდიოდა პალატაში უკვე ადგილი აღარ იყო. ნაცემი ხო? ნაცემი ადამიანი კი 2 ადგილიანი პალატა იყო, სადაც უკვე 4 კაცი ვიყავით, კიდე მეხუთე დამატება უნდათ, ადგილი არ ქონდათ, არ იცოდნენ სად დაემატებინათ სხვა ადამიანები.
და ხო, ანუ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები. ერთეული შემთხვევების გადაღება მოხდა, გადაღებულითაც ბევრი შემთხვევები ვიცით, მაგრამ თუმცა ცდილობენ რომ მაქსიმალურად თქვა რომ ეს კადრები არ იყო არჩევის ალეკ ველისაშვილის თავდასხმაც არის გამოუგზავნილი. კი ბატონო. და ხო, ანუ ცდილობენ მაქსიმალურად რომ მიჩქმაონ ეს საქმე, რომ თითქოს არ ყოფილა ბევრი ძალის გადამეტება, თუმცა ეს ამას ქონდა სისტემური სახე, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს და შესაბამისად ვერ დამალავენ ვერც ამ საქმეებს. ხო, ანუ გამოსაძებელი კიდე ბევრია და საჭიროა ყველაფრის ბოლომდე მიყვან, ხო? ბოლოს კითხავდით ეს ამბავი რომ გაიხსენოთ კიდევ ერთხელ, ანუ ეს იყო რაღაც ესე მიზანმიმართული აგრესია თუ რამეს მოყვა ეს ყველაფერი? ყველაზე სასტიკად თქვენ გაგისწორდნენ მაინც. კი ბატონო, მე ვიყავი ჩემს მასთან ერთად, როდესაც უკვე სადღაც 7-ის ნახევარი იყო დილის და თენდებოდა უკვე და გადავწყვიტეთ სახლში წამოსვლა, უკვე სახლისკენ მოვდიოდით რუსთაველის მეტროს მიმართულებით და რაღაც მომენტში დავკარგე ჩემი ძმა, გავუბრუნდი უკან რო ეძებდი ჩემს ძმას და როცა ვიპოვე წამოვედით ერთად და დავინახეთ რომ ზედა ქუჩაზე სპეცრაზმის საფინაბიჯი გადაადგილდებოდა. მანდაც ვიღაცა მახსენა რომ ეხლა ჩვენი ალყაში მოქცევა უნდათ და მივხვდით უკვე რომ ალყაში აპირებენ ჩვენს მოქცევას, ამიტომ უფრო საფინაბიჯით გავაგზავნეთ რუსთაველის მეტროსკენ სიარული, თუმცა სანამ გამოვასწევდით რუსთაველის თეატრთან ჩამოსახვევში ჩამოვიდნენ სადღაც 50-მდე სპეცრაზმელი იყო, ალბათ თუ სწორად მახსოვს და მორბოდნენ მთელი სისწრაფით. იმ მომენტში არ ყოფილა რაღაცა სიტყვიერი დაპირისპირება რაღაც მათი მხრიდან ან აქციის მონაწილეების მხრიდან. იმ მომენტში უბრალოდ იმ ადგილსაც ისინი ჩამოვიდნენ, იყო ადგილი, არ იყო იქ აქციის ეპიცენტრი, იქ იყო ადგილი, სადაც ხალხი მიდიოდა სახლისკენ. ჩამოვიდნენ ამ ადგილზე და ვინც ხელში მოხვდათ, ყველას გავუსვენეს სასტიკად. მე და ჩემი ძმა ვიყავთ პირველები, ვინც მანდ მოვხვდით, იმიტომ რომ ზუსტად ჩვენს თვალწინ ჩამოიბრინეს იმათმა, რომ დაიწყეს ჩამოსვლა შეუბრუნდით ისევ აქციის მიმართულებით, თუმცა ვერ გავასწარით და მალევე ჩემს წინ დავინახე, იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ეკეთან იღაბი. თუმცა თავიდან ვიფიქრე, რომ შესაძლოა ეს ადამიანი აქციის მონაწილე ყოფილიყო, მაგრამ როცა დავინახე ამ ადამიანის თვალები, მეგრევე მივხვდი, რომ ეს არ იყო აქციის მონაწილე, იყო სპეცრაზმერი. ამ როგორც კი დავინახე ეს ადამიანი, გადმოხდა ჩემი მიმართულებით, დამარტყა ხელი და დამაგდო ძირს. ანუ რაღაც შელაპარაკება თქვენ შორის არ ყოფილა. შელაპარაკება არანაირი არ ყოფილა. პირიქით ჩვენ ვცდილობდით რომ წავსულიყავით იქეთკენ სადაც იყო ბარიკადები და სადაც იყო აქციის ეპიცენტრი, იმიტომ რომ ვიფიქრეთ რომ ახლა იქ ბევრი ხალხი იყო, უფრო დაცულად ვიქნებოდით. ანუ პირდაპირ ცემაზე გადმოვიდნენ. თუმცა კი პირდაპირ ცემაზე გადმოვიდნენ. დამარტყა ერთად დამაგდო ძირს, მე შემდეგ უკვე ხელები მქონდა აფარებული სახეზე და ვთხოვდი რომ ნუ მირტყავთ, მაგრამ მაინც ყველა მხრიდან მირტყავდნენ სპეცრაზმერები და დაახლოებით 5 წამი მახსოვს, როცა ამ პოზაში ვიყავი და გავითიშე მაგ მომენტში. მე უკვე ეს კადრები რაც არის, შემდეგ არის უკვე გადაღებული ეს კადრები. ციხლის ამორტყმა აღარ გახსოვს. ციხლის ამორტყმა აღარ მახსოვს, უკვე მაგდროს გათიშული ვარ და კადრებში უკვე რაც ჩანს არის რომ გვდივარ ძირს, ვცდილობ ადგომას, ჯერ ერთი სპეცრაზმერი მირტყავს ქუსს, მეორე სპეცრაზმერი მოდის და მთელი ძალით მირტყავს უკვე წილს. ის მომენტი ხომ ეს არ მახსოვს, არც არანაირი სიტყვიერი დაპირისპირება არ ყოფილა ჩვენს და სპეცრაზმერებს შორის. პირიქით იყო ესეთი მომენტიც, როცა ვიღაცა მოიტანა ბარიკადებთან კვერცხები და სროლა უნდა და მივედი და ვეუბნებოდი მე თქვი არის სროლად კვერცხები, რაც გავაჩერე რამდენიმე ადამიანი კვერცხების სროლისგან და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ ყოველგვარი საშინელი აგრესია ყოველს მახსოვს რაც ხდებოდა. ხო, ნუ ეს ჯერ 5 დააკავეს და როგორც ჩვენ თქვი, გამოსაზრებელი ჯერ კიდევ ბევრია და ბევრი მოძალადე არის დასაჭერი. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ზვიად მაისაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ერთ-ერთი დაზარალებული, როგორც პროკურატურა ამტკიცებს, სწორედ მის ცემაში ბრალდებული ორი სპეცრაზმერი არის მათ შორის დაკავებული. ეხლა კი გვაქვს ჩართვა და ჩაგვერთვება ეკა ბესელია, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი, ქართული ოცნების ყოფილი წევრი, თუ არის ხალბატონი ეკა ხაზზე. კი ბატონო, ველოდებით ხალბატონ ეკასთან დაკონტაქტებას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ამბობს, რომ 5 სპეცრაზმელი დააკავა, სამართალდამცველი, ყველა არ არის სპეცრაზმელი, რომლებიც არიან ბრალდებული ზვიად მაისაშვილის ცემაში, არის ლევან ხაბეიშვილის ცემაში ბრალდებული და ასევე გურამ როგავას ცემაში ბრალდებული. ხალბატონ ეკა, გამარჯობა. გამარჯობა, მე რა მოგესალმები. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენ როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას ქართული ოცნების, რომ წელიწადნახევრის შემდეგ უცებ მოულოდნელად ეს საქმე გახსდეს, გამოიძიეს, დააკავეს, როგორც თვითონ ამბობენ, დამნაშავეები, რას უკავშირდება თქვენი აზრით ეს?
მართალი გითხრათ, გამიკვირდა მე რა, არ ველოდი და სასიამოვნო გაოცება მაქვს, იმიტომ რომ ის კარგი შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერი არგუმენტის მიუხედავად და ნებისმიერი მოტივაციის მიუხედავად, რამაც განაპირობა წელიწადნახევრის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს კარგი ფაქტია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და განსაკუთრებით აი ამ ახალგაზრდა ბიჭის ისტორია, რომელმაც ყველა შეგვძრა და მეც მათ შორის და ის სულ მახსოვს ეს პერიოდი, ეს კადრი, ეს ეპიზოდი, სულ აი რაღაცა თვალწინ მიტრიალებს ეს საშინელი სცენა, როგორ გაიმეტეს. მე მგონი ეს იმდენად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის, აი ეს კადრი და გურამ როგავას ცემის ფაქტი და მისი პრაქტიკულად სასიკვდილოდ გამეტება, ისევე როგორც ზვიადის გამეტება და ბევრი ახალგაზრდის. რაღაცა როგორც ჩანს მომწიფდა ის ეტაპი, ის პერიოდი, რაღაც აი ამ მოცემულ პერიოდში აშკარად ხდება რაღაცა სხვა, რომლის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. განა ის რომ ეხლა იპოვეს, არა. მათ ეს იცოდნენ, ვინ ჩაიდინა მაშინვე, მაგრამ მაშინ არ იყო ეს პოლიტიკური ნება. რატო გაჩნდა ეს? ამის ახსნა ეხა არ ვიცი, შეიძლება ვერსიები ვთქვათ, მაგრამ ზუსტად მე არ შემიძლია ამ მიზეზის თქვა, მაგრამ დაახლოებით 2 კვირაა, რაც ტექსტებში მიაქცევდით ყურადღებას, ქართული ოცნების ტექსტებში, გამოსვლებში, კომენტარებში. აი ღუდუშაური რო არის პარლამენტარი, რომელიც საშინელი ცინიზმით გამოირჩევა ხოლმე კომენტარების დროს, მანაც კი ასეთმა ფიგურამაც კი, რომელიც სულ ამართლებს ამ რეპრესიებს, ახსენა, რომ პრობლემურია ესეთი ეპიზოდი და რამდენიმე მე მგონი დინარაძესაც ჰქონდა ეს ინტერვიუში, აი როდესაც ის ხალხი ვის თვითონ არის. კი, არა, მე წეღანაც ვიხსენებდით ჩემ სტუმრებთან ერთად, ეს ბოლო დროს დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, აშკარად ეს კამპანია იყო, ჯერ ცოტნე ივანიშვილს დააწყებინეს, ცოტნე გამოვიდა და თქვა რომ რაღაც ძალადობა არ იყო სასიამოვნო და ასე შემდეგ. მე ირაკლი კობახიციმაც ისაუბრა ამაზე და ყველამ და ბოლოს დინარაძემ დააგვირგვინა ეს, განაცხადა რომ მე ჩემი მთავარი მიზანი იქნება ამ მოძალადეების პოვნა და დასჯა. ანუ ამ ნიადაგს ამზადებდნენ აშკარად. მე რაღაც ისე მოხდა რომ უცებ გაჟონა ინფორმაციამ და ოპოზიციასთან მივიდა ინფორმაცია თუ ვინ იყვნენ ხაბეიშვილზე თავდამსხმელები და ეს ინფორმაცია გაჟღერდა. მე გუშინ გაჟონა უკვე გურამ როგავასთან დაკავშირებით ინფორმაციამ. ანუ აი ეს ყველაფერი ერთმანეთს ასე ვთქვათ მიეწყო. ამიტომ ბუნებრივია რომ ნიადაგი მზადდებოდა ამისთვის. ნუ არის თუ ეხა მნიშვნელოვანი ის არის რომ რაღაცა ვერსიები გამოვთქვათ, მე დიდად არ მიყვარს იმაზე საუბარი, რაზეც მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ დაშვების ალბათობით ან რაღაცა მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც ეხა ივანიშვილს სჭირდება დისტანცირდეს ამ ცუდი და საშინელი პერიოდისგან, აჩვენოს რომ რაღაცეები გვიან გაიგო, რაღაცეები გვიან გახდა თითქოს ცნობილი. მე ვამბობ, ეხა რა ვერსია შეიძლება იყოს და გაიაზრა, დისტანცირება უნდა რომ აჩვენოს რომ თვითონ არ არის ამ ყოლაფრის ავტორი და ეხლა აი ამ დაშის მაგალითებით და ამ ადამიანების გამოჩენით, ვინც ამაში იყო მონაწილე, აჩვენებს რომ ის სხვა არის და ეს კობახიძის ესე ვთქვათ პერიოდია. ან ეს ვერსიაა, ან არ ვიცი ხა არჩევნებისთვის რომ ემზადებიან და ამის წინა ესე ვთქვათ ნიადაგის მოსუფთავების ეტაპია, ან მესამე ვერსია ის არის რომ რაც გადატვირთვის პოლიტიკურ რეჟიმში აღმოჩნდნენ, როდესაც სჭირდებათ ვექტორების გასწორება და ყოველ შემთხვევაში ცოტა ოდნავ მაინც რაღაცა ფორმალურად მოხაზვა, იმიტომ რომ ამ სომხეთში ხა ევროპული ფორუმის, დიდი ფორუმის ფონზე ძალიან მძიმედ ჩანს საქართველოს ესეთი საგარეო კურსისულება. ამ სამი ვერსიიდან რომელიღაცა არის, სხვა ვერსია უბრალოდ არც კი მომდის ეხლა ანალიზის დონეზე, რომელიც შემიძლია გითხრათ, მაგრამ კარგი ის არის, რომ ეს ეტაპი დადგა. კარგი, ამას ჩვენ სულ ვამბობდით, რომ რაღაც ეტაპზე მოვა დრო, როდესაც თავად გააცნობიერებენ, რომ შეუძლებელია ამდენი დამნაშავე დამალო,
და ეს დამნაშავეები ყავდეს შენს ოჯახში, იმიტომ რომ ეს მისთვის არის თავად ივანიშვილისთვის საფრთხე. ხო, მაგრამ თავარი მოტივი რის გამოც თქვა არ სჯიან ხოლმე ხელისუფლებები, ხო, ასეთ მოძალადე პოლიციელებს არის ის, რომ მერე კიდე რომ დაგჭირდებს თქვა რაღაც ესე დარბევა აქციის და ასე შემდეგ, უკვე იქ თვითონ პოლიციაში უკმაყოფილება გექნება, შეიძლება შენი ბრძანება აღარ შეასრულონ და რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა ეს ნაბიჯი გადადგა, ეს რას ნიშნავს? ამის ფიქრობს, რომ აღარ დაჭირდება უკვე პოლიციელების ასეთი სამსახური, ყველაფერი მოაგვარა პროტესტი გადატეხა თუ აი ამას რატო როგორ გადააბიჯა თქვენი აზრით? ხო, ერთია ის, რომ ყველა ამოწყების პირველი პირი შეიცვალა, ვინც იმ პერიოდში იყო გომელაური იყო იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი და რაღაცაირად ეს ცვლილებები, რაც ბოლო პერიოდში ძალოვან უწყებებში ხდება, შესაძლებელია ესეც იყოს ერთგვარი გაგრძელება ამ ახალი პოლიტიკური მოცემულობის. ფაქტია ის, რომ ეხა ეს ხალხი იხვალას ჭირდებათ, ზეგაჭირდებათ, მაგრამ რა დევს ასწორზე, ხო შეიძლება მან აწონ-დაწონა, ეხა და გაიაზრა რა უფრო მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს ეს მოძალადეები შიგნით, თუ ამად გამო უფრო დიდი ზიანი მიიღოს. იმიტომ რომ მე სულ ვამბობ ხოლმე, ეხა რამდენადაც მას ვიცნობდი ძალიან კარგად და უფრო ესე ახლოდან ხედავდი მის მანევრირებებს, გამოირჩეოდა პრაგმატული სვლებით, ის რაც მისთვის საზიანო იყო, ამ საზიანო სვლების პროცესში რა ლავირებას აკეთებდა და რაღაცა ცდილობდა ამის პროექციას. ბოლო წლებში რაც ხდება, ხო, ეს იყო სულ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნა. ან ეხა თავად დაუდგა ეს გადატვირთვის ეტაპი და არ უნდა ამ პროცესში დარჩენის და რაღაცა დისტანცირდა, რაღაცა მომწიფდა. ეხა მე მგონი დიდად საინტერესო რაღაცა ვარაუდების გამოთქმა კი არ არის, უფრო მნიშვნელოვანია აწმყოში არსებული ქმედების შეფასება. ის რაც მოხდა არის კარგი, ის რაც მოხდა ეს ნიშანს აძლევს სისტემას, რეპრესიულ სისტემას, რომ დადგა დრო პასუხისგებლობის და ეს მე მგონი შემოიტანს ამ პროცესში ბევრად ჯანსაღ სიგნალს, ბევრად ჯანსაღ რაღაცა სიმპტომებს, იმიტომ რომ ეს ყოველთვის სისტემას, რეპრესიულ სისტემას აფხიზლებს და რაღაცნაირად მოყავს თვითორგანიზების რეჟიმში ასეთი შიშის გაცნობიერება, რომ აი ვიღაცა რო ისჯება, ეს რა თქმა უნდა იმ რეპრესიული სისტემის ჯაჭვს კი არ ანგრევს ლიანად, მაგრამ აცლის განსაკუთრებით ოდიოზურ ფიგურებს. ის რომ ივანიშვილს უნდოდეს მათგან დისტანცირება, ეს არ გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ მას არ აქვს ახლა ისეთი პრობლემა, ისეთი კრიზისი, რომ ეშინოდეს ძალაუფლების დაკარგვის. არ აქვს მერაბლის მოცემულობა. მას ახლა არ აქვს ესე ვთქვათ, ისეთი გაცნობიერებული აუცილებლობა, რომ თუ ახლა ამ ხალხს არ შეინარჩუნებს, თვითონ დაინგრევა. არა, შეიძლება ზუსტად ეს ეტაპია, როდესაც აი რაღაცა თითქოს სულ ამბობდი ხოლმე, თავდაღმართში ვიდისკო და აი ამოსუნთქვის საშუალება რო გეძლევა, ეს პაუზა რაღაცნაირად პოლიტიკური რეალობის გაცნობიერების მომენტს ქმნის და უნდა დაენახა მას, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად კლავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და შენ მკვლელებს ინახავ საკუთარ ოჯახში, შენ თანამონაწილე ხარ და შეიძლება აღარ უნდა ეს თანამონაწილეობა. ან როგორც გითხარით, შენ შეიძლება რომ არჩევნებისთვისაც ემზადებოდეს, არც ეს არ არის გამორიცხული. არ ვიცი რომელი ვერსია, მაგრამ ის რომ დაუდგა ეტაპი, დისტანცირდეს, დაშორდეს იმ შავ ლაქებს, რომელიც მას როგორც სასჯელი ესე აქვს. მასაც და მის ოჯახსაც, ახლა შეიძლება მის შულსაც არ აწუხებდეს და მის ოჯახსაც და მის გარემოცვას. აი შეიძლება ეს მომენტია, ნახოთ ამის გაგრძელება. შემდეგი ნაბიჯებით უფრო მივხვდებით, რამდენად სისტემურია ეს გააზრება იმ შეცდომების და განაშაულებების. და ბოლოს მინდა კითხოთ, თქვენი აზრით რას უკავშირდება გიორგი უძილაურის დაკავება? ანუ ერთი მხრივ აგერ ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი საქმე, ანუ მის ყოფილ თანაგუნდელებს იჭერს, პრემიერ-მინისტრის ყავს ციხეში თავდაცვის მინისტრის და ყველა და ახლა ნახეთ აგერ გიორგი უძილაური, რომელსაც ალბათ თქვენც იცნობდით, თქვენ დროს საკმაოდ ისეთი აქტიური წევრი იყო ქართული ოცნების. რა ახსნა გაქვთ ამით? იცი რა, სხვათა შორის მე რა პირდაპირ და გულწრფელად გეტყვი, რომ მას შემდეგ რაც ის წამოვიდა ქართული ოცნებიდან და მახსოვს, რომ საკმაოდ კრიტიკული განწყობა ჰქონდა მაშინ, რომ მობრუნდა და
თანამდებობაზე მუშაობდა, მე ეგეც არ ვიცოდი, გამიკვირდა რომ გავიგე, როდის აღმოჩნდა ფინანსთა სამინისტროში, არ ვიცი, არ მქონია მასთან წლების განმავლობაში არანაირი კომუნიკაცია, არანაირი კონტაქტი და ამიტომ მართლა არ ვიცი მისი ისტორია რას უკავშირდება, ვერანაირი კომენტარს ვერ გავაკეთებ მასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება სხვა უფრო მსუყე დაპატიმრებებს, როგორიც იყო ყოფილი პრემიერის ღარიბაშვილის დაკავება თუ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ეს ნამდვილად იყო აი იმ საყრდენების რაღაცა მორღვევა, რომელზედაც იდგა მათ შორის არა მხოლოდ ამაზე, მაგრამ ამაზეც იდგა ივანიშვილი და იმ პერიოდში ეს იყო ერთგვარი რაღაცა რევანში კობახიძის ჯგუფის, მაგრამ ეს რო იქნებოდა ხანმოკლე, აღმოჩნდა მდინარაძის უსაფრთხოების სამსახურიდან გათავისუფლებით და მისი დაქვეითებით და ერთგვარად მისთვის რაღაცა გამოსავლის ძებნის პროცესში რო არიან დღემდე. ეს რა არის? ეს მოწყობა ყოველთვის შიდა კრიზისს და ზოგადად პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება მე შიგნითაც ხდება ეს ეროზიული პროცესები და ამისი გამოხატულება რაც არ მთავრდება ესე სწრაფად და ამას გაგრძელებაც ექნება მე რასაც აი ვამბობდი სუფთად აი ცოდნისა და პროგნოზის დონეზე უпростоრად ანალიზის დონეზე ეს პროგნოზები და მართლდება იმიტომ კი არა რომ რაღაცის წინასწარ შემიძლია არა უბრალოდ ლოგიკას მივყვები იმ ცნობის და ანატომიის რაზეც დგას ახლა ეს პოლიტიკური პროცესი თუ იბიძინა ივანიშვილი მიხვდება კიდევ უფრო მეც რომ ეხლა აი უკვე ის დროც დადგა და დიდი ხანია დადგა რომ უნდა მოხდეს შეცვლა მართვის სისტემის და ძალაუფლების დათმობა და გააცნობიეროს რომ ის ვერ იქნება მარადიულად ამ როლში და ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილება იქნება გარდაუვალი ასეთ შემთხვევაში გადასვლა შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი ვერსიით მოხდეს, ვიდრე შეიძლება მიუშვა პროცესი და მიშვებული პროცესის რაღაცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს, რაც შეიძლება იყოს არასასურველი. ამიტომ ეხლა რაღაცა საინტერესო ეტაპია, აი დავაკვირდეთ, უნდა აი ამ გახსნილი საქმეების თუ დამნაშავების იდენტიფიცირება, ეს ეპიზოდური ამბავია და გამოიწვია გარეწოლამ თუ საერთაშორისო იზოლაციამ და სანქციების შიშმა თუ რაღაცა შიგნით გააზრების მომენტი დაუდგა. ეს შემდეგ გადაწყვეტილებებში უფრო გამოჩნდება. გასაგებია, მადლობა დიდი, ეკა ბესელია იყო ჩვენი სულა, ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგვერთებიან საინტერესო სტუმრები, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დიპლომატი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი და ლევან ლორთქიფანიძე, მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის წარმომადგენელი. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, დიპლომატი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, ლევან ლორთქიფანიძე, მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის წარმომადგენელი. ეს ორივე მოძრაობა ემზადება რომ სულ მალე პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდებით, მანამდეც თქვენი მოსაზრებებით აქტიურად ვინტერესდებოდით და მომავალში დავინტერესდებით. ამ შემთხვევაში ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმ მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ მოძალადეების დაკავების გამო და ეს ყველაფერი შეიძლება ნიკოლოზ ხშირად უფრო საერთაშორისო თემებზე გვყავს ეთერში და დღესაც ვკითხავ მას მით უმეტეს ერევნიდან ჩამოვიდა სადაც ხო ამდენი ამბავი მოხდა და ეს ყველაფერი შეიძლება საერთაშორისო კონტექსტს უკავშირდებოდეს ხო მოსკოვის მექანიზმი იქნება და რაღაც დაალაგების ცდელობა ხო იქ ერევანში ზელენსკის ჩამოართვეს ხელი აგერ ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელია სტუმრად და თითქოს ქართული ოცნება რაღაცას ცდილობს არ ვიცი თქვენ ანალიზი როგორ არის როგორ გადაწყვიტა ან რატომ ლევან შენგან დავიწყებ ხელისუფლებამ რომ მოძალადეები დაეკავებიან მოძალადე პოლიციელი მოგესალმებით ჯერ იცით აღნიშნოთ როგორ დააკავეს ეს მოძალადეები და რამდენი მოძალადე დააკავეს რა თუნდოდა 2 წელი იმის გამოძიებას თუ ვინ ჩაიდინა ესეთი სასტიკი დანაშაული თბილისის ქუჩებში ნება რო ყოფილიყო სამართალდამცავი უწყებების უშიშროების თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსი თუ სხვა დაწესებულებების ეს დამნაშავეები უკვე კაი ხნის დასჭილები უნდა იყვნენ ასე რომ ეს უსინდისობაა და არის თვალებში
ნაცრის შეყრა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ესე აგვიანებენ და ამდენი წლის შემდეგ ძლივს, ასე ვთქვათ, ჟიან ერთ და ორ ადამიანს. ეხლა მეორე ასპექტი ამ ყველაფრის, აი ეხლა სტუმარი ყავდათ თქვენ ბატონი ზვიად მაისაშვილი, ისიც ამბობს, რომ მასზე ძალადობაში მინიმუმ 8 ადამიანი მაინც მონაწილეობდა, სხვა მსხვერპლებიც ამბობენ, რომ ერთ და ორ ადამიანს არ გაულახიათ ისინი და ერთ-ორ ადამიანს არ უწამებიათ. აი ეს მსხვერპლები გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული აი ამ ძალადობაში და ამოარჩიეს რამდენიმე განტევების ვაცი, რომელთაც ალბათ დანაშაულიც მიუძღვნით, რა თქმა უნდა და მხოლოდ ისინი დასაჯეს. აი ესეც მეორე უსინდისოა თვალებში ნაცრის შეყრა და ტყუილი, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ვაკვირდებით ჩვენ. რაც შეეხება მოტივებს ამ ყველაფრის, თქვენ ფაქტობრივად ნაწილობრივ პასუხი გაეცით ამ კითხვას, ქართულ ოცნებას უდგება ხოლმე 1000-ში ერთხელ, ესე იგი ისეთი სიტუაცია, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს დასავლეთს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული. საინტერესოა, რომ აქამდე ისე პოზიციონერებდა, რომ ფეხებზე კიდეა. ეგ ყველაფერი 100 ტყვიან რა რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. ანუ ყველაფერზე ამბობდა, რომ ჩალის ფასიას არ გვაინტერესდება. ეხლა რა შეიცვალა? არა, ხანდახან იყო შემთხვევები, ხო თქვა, როდესაც სისხლის სამართლის ტრიბუნალი შეიქმნა, იქ უკან დაიხიეს და ჩავიდნენ ამ ტრიბუნალზე უკრაინის საკითხის გამოძიება, რომ იქნება პასუხისმგებელი აი იმ ტრიბუნალზე და ხელი მოაწერეს. ანუ რაღაც მინიმალურ საკითხებზე ხანდახან, როდესაც არხის გაჭრა უნდათ ხოლმე და თანაშრომლობა უნდათ, მიდიან აი ესეთ მიზერულ კომპრომისებზე, მაგრამ აქ თავარი უნდა ვთქვათ, რომ ესეთი კომპრომისები და პატარა ნაბიჯები სურათს ვერ ცვლის, ეს არაფერს არ შეცვლის ეს პოლიტიკა, ქართულ ოცნებას თუ უნდა რომ დაალაგოს რაღაცები დასავლეთთან, ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულებები და ეს ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, ეს უნდა შეცვალოს. ხელისუფლება ამას არ აპირებს და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ტექნიკურ საკითხებზე მას ექნება ყოველთვის დიალოგი დასავლეთის წარმომადგენლებთან. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის ჩამოსვლა საქართველოსთან ასეთი ტექნიკური საკითხების დაალაგებასთან იქნება დაკავშირებული და ასე შემდეგ. ასე რომ მეგობრებო, ნუ მოტყუდებით ამ ტექნიკური საკითხების დაალაგება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პოლიტიკის ცვლილებას და სტრატეგიის ცვლილებას. ნიკოლოზ, მე ვახსენე რომ თქვენ ყავით ერევანში, ესწრებოდით ხო, აი ნუ რა ჩასული იყო ევროპის თითქმის ყველა ლიდერი, მათ შორის კანადის ლიდერიც ჩამოსული, იყო ზელენსკის ჩამოსული და რას ნიშნავს მაგალითად ის, რომ საქართველოს ხელისუფლება განსხვავებულად არ აპარაკდა უკრაინასთან დაკავშირებით, ეხლა მარტო ხელის შემოქმედება არ ყოფილა. ეხლა ვნახეთ ჩვენ, რომ შემდეგ უკვე როდესაც დაბრუნდა პრეზიდენტი ზელენსკი კიევში, საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის კიდე საუბარი გაიმართა და რაღაც თითქოს მოძრაობა დაიწყო ამ მიმართულებით, ნუ დღეს ვახსენეთ აგერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან არის ჩამოსული მაღალჩინოსანი და ამ ფონზე ეს დაკავებები და ასე შემდეგ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გადაიტვირთება, თქვათ ეს ურთიერთობა. დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ზუსტად აი დღევანდელი ფაქტი რაც არის, მე ამას შევხედავდი უფრო ფართო ჭრილში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ დღევანდელი ფაქტის გარდა, ამ ბრალდების წარდგენის გარდა ჩვენ ნახეთ იგივე ახსენეთ ზელენსკის კონტექსტში შეცვლილი რიტორიკა, ასევე სხვა განცხადებები, რომელიც გარკვეულწილად მიმართული იყო დასავლეთთან დათბობისკენ და ეს ყველაფერი არის ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ საერთაშორისო კუთხით ქართულ ოცნებას უკვე სერიოზული პრობლემები აქვს და შესაძლოა მე არ გამოვირცხავ, რომ მოლოდინი იყოს, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯებიც იყოს დასავლეთის მხრიდან ქართული ოცნების კონტექსტში და ამიტომ ასეთი ნაბიჯებით ის ცდილობს, რომ გარკვეული წარმოდგენა შექმნას, თითქოს ის რაღაც დათმობებზე მიდის. დღევანდელი ფაქტი შეიძლება იყოს ამის დასაბუთება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ხა წელიწად ნახევარი ასეთი კომპლექსური ძალადობა მოხდა ქვეყანაში და წელიწად ნახევარის განმავლობაში როგორ წარმოგიდგენიათ, ხა ამხელა ძალოვანი უწყება არის, ყავს შესაბამისი სამსახურები და ვერ გარკვიე ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი, ანუ ძალიან აბსურდულია ეს ყველაფერი, მით უმეტეს აქ არ არის მხოლოდ ხუთკაცზე საუბარი, ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა ყველაფერს და იგივე რაცაც ჩვენ ხედავდით კამერებში, როგორ ძალადობდნენ ადამიანების წინააღმდეგ და მეორე რაც ხდებოდა დაკავების მანქანებში, ხო, ანუ ამის არაერთი განცხადება გვინახავს ამის შესახებ თვითონ დაზარალებულების მხრიდან და ჩვენი გუნდის წევრიც კი იყო, მოხდა ამ ძალადობის მსხვერპლი და შესაბამისად ამას ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრძანების გამცემლები ვინც იყვნენ, ესეც საკმაოდ საინტერესო
გარემოება აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ამას აქვს უბრალოდ რაღაც გარკვეული პიარული ნაბიჯი იმისთვის რომ დასავლეთი დაანახონ რომ ვითომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის რომ მოხდეს ქვეყანაში დეესკალაცია თუმცა სანამ არ მოხდება ყველა დამნაშავის დაკავება ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში იმ ადამიანების გამოშვება ვინც ციხეში არის იმ საჯარო მოხელეების ადგენა სამსახურებში ვინც უკანონოდ გაათავისუფლეს თავისი პოზიციის გამო და ასევე სხვა ნაბიჯები მათ შორის ის კანონმდებლობის გაუქმება რომელმაც თითოეულ ადამიანს გაურთულა ცხოვრება და თითოეულ ადამიანს პრობლემა შეუქმნა ხო ანუ ამის გარეშე მე არ ამგონია რომ რაიმე სახის კარდინალური ცვლილებები მოხდეს დასავლეთთან მიმართებით და შესაბამისად ეს ნაბიჯიც უნდა ალბათ შევაფასოთ როგორც ამის ნაწილი თუმცა ამას რა შედეგი მოყვება მე არ მგონი რამე მნიშვნელოვანი შედეგი ქონდეს და დასავლეთმაც დარწმუნებული ვარო რომ იცის ამის შესახებ რაც შეეხება ერევნის ვიზიტს დიახ ქონდა ჩვენ ერევანში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი მე და ვიქტორ ფიანი ვიმყოფებოდით მათ. ქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპის და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის ქონდა შეხვედრა რამდენიმე მინისტრთან, ასევე ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებთან და საკმაოდ დინამიური შეხვედრები იყო, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანი იყო ამ ვიზიტში, რომ ჩაგვეტანა ადგილზე ჩვენი ქართული იდეა, ჩვენ არ ქონდა რაღაც პარტიული დღის წესრიგი, ჩვენ დღის წესრიგი მოიცავდა ეროვნულ საკითხებს და საქართველოს წარმოჩენას იმ სახით როგორც თქვათ ცვლილებებზე ორიენტირებული ეს ქვეყანა სადაც რომელიც მზად არის უკვე ცვლილებებისთვის ქვეყანა სადაც ჩვენ ასე ვთქვათ მივდივართ იქითკენ რომ განვავითაროთ ეს ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი ძალისხმევა იყო მიმართული რომ ის ძაფები ჯერ კიდე რომელიც დარჩა დასავლეთთან შევინარჩუნოთ და როდესაც დადგება მოცემულობა იმისთვის რომ მოხდეს ცვლილებები ჩვენ უფრო მარტივად შევძლოთ იმ ურთიერთობის ადგენა და წინ წავწიოთ ვიდრე ეს დღეს არის თუმცა მან როგორც ვთქვით ქართულოსება ცდილობს ამ ურთიერთობის აღდგენა რაღაც პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე იგივე ირაკლი ყობახიძემ ერევანში თქვა რომ ჩვენ ვართ ქვეყანა რომელსაც გვაქვს ზღვაზე გასასვლელი ამათგან განსხვავებით 7 ქვეყანას ვაკავშირებთ ჩვენ ზღვასთან ანუ დაახლოებით როგორი განცხადება იყო ხო დასავლეთის რომ კი გინდა თქვენ სომხეთთან აზერბაიჯანთან შუა აზიასთან ურთიერთობაც მაგრამ ჩვენს გარეშე არ გამოგივართ ჩვენ ვართ კარიბჭე ამიტომ თუ გინდათ ეს ჩვენ უნდა დაგველაპარაკოთ და ამაზე არის ხო ეს იმედი რომ და მე მათი ასე თქვა და გეწოლები ექსპერტები და ასე შემდეგ განსხვავებით საკეთებენ რომ ადრე თუ გვიან მოუწევს დასავლეთს იმიტომ ჭირდებით იმიტომ ჩვენს გარეშე ეს არ გამოვა და მეორე განცხადება რომელსაც აკეთებენ რომ აქ ხელისუფლება ვერ შეცვალეთ ჩვენ ვართ ყარათ ვართ და შესაბამისად მაგის იმედი ნუ გვაქვს რომ სხვა მოვა ამიტომ ჩვენ დაგველაპარაკეთ ანუ ეს არის მათი იმედი ძირითადად რასაც ემყარება რომ დასავლეთი ადრე თუ მათთან დაალაგდება რამდენად შეიძლება ეს იმედი გამართლდეს ლევან თქვენ რა თქმა უნდა დასავლეთიც და ის ეკონომიკური ჯაჭვები რომელიც გადის ხოლმე სამხრეთ კავკასიაზე ცდილობენ რომ დაელაპარაკონ და დაალაგონ საკითხები რეალურ ხელისუფლებასთან და რეალური ძალაუფლება ვისაც აქვს საქართველოში იმ ძალასთან მაგრამ ეს დაალაგება ცალმხრივად არ ხდება ეს დაალაგება რაღაც ულტიმატუმების საფუძველზე არ ხდება თუ ქართულ ოცნებას უნდა რომ ეს ეკონომიკური ჯაჭვები შეინარჩუნოს ესე იგი გადაზიდვები შეინარჩუნოს მას მოუწევს ასევე კომპრომისზე წასვლა მას მოუწევს ანგარიშის გაწევა დასავლეთის მოთხოვნებისადმი ესე მარტივად არ არის საქმე ასე რომ რაც არ უნდა შემოსცხონ ასე ვთქვათ ბედნიერების ყიჟინა და საკუთარ ძალაზე ისაუბრონ ძალიან ბევრი ზეწოლის საშუალება აქვს დასავლეთსაც აღმოსავლეთსაც ცენტრალურ აზიასაც და სხვა ქვეყნებსაც საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაზე ასე რომ ვერ გამოძვრებიან ესეც პროპაგანდაა რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს რომ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიპი ჩვენს გარეშე არაფერი არ გამოვა და რადგან ესეთი მნიშვნელობა გვაქვს ყველა ფეხქვეშ გაეგება საქართველოს ხელისუფლება არ იქნება ესე თუმცა მათ აქვთ ნამდვილად უპირატესობა საქართველოს გეოგრაფიის სახით და ამის გამოყენებას ცდილობენ და ეს ბუნებრივია კეთო ნიკა თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად არის ეს საკმარისი იმისთვის რომ ანუ შეეგუოს დასავლეთი როგორც ვთქვათ მაგალითად სხვა ქვეყნებში ეგუება ავტორიტარულ ხელისუფლებებს და მათთან თანამშრომლობს
ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ დასავლეთის ჩართულობაზე სტრატეგიულ პროექტებში და იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ჯაჭვში, რომელიც საქართველოზე გადის და შეიძლება გაიაროს, ხო, ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ რეალურად ამერიკა შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, განახორციელოს ინვესტიციები, ასევე ევროკავშირმა მოახდინოს თავისი კომპანიების სტიმულირება, რომ ისინი ჩაერთონ ამ ყველაფერში, ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა. მე ზოგადად საუბრობ სტაბილურობაზე, ეს იქნება დემოკრატია, იქნება ეს თუ იქნება ავტორიტარიზმი, მთავარი ეს სისტემა იყოს სტაბილური და არანაირი საფრთხე არ შეექმნას მათ მომავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თუმცა დღეს საქართველოში ჩვენ ვერ ხედავთ პოლიტიკურ სტაბილურობას, ქვეყანაში არის პოლარიზაცია, ქვეყანაში ყავს პოლიტპატიმრები, ასევე დრაკონული კანონები არის მიღებული და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ამ ნაბიჯების გადადგმა. მე რა თქმა უნდა არ გამოვირცხავ რაც კომუნიკაციის გააქტიურებას ცალკეული მიმართულებებით, მათ შორის დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტიც ალბათ გარკვეულ შედეგებს გამოიტანს, თუმცა ის ურთიერთობები და ის ნდობა, რომელიც არსებობდა წლების წინ, ხო, ამ ნდობის ადგენას ძალიან დიდი ხანი დაჭირდება, იმიტომ რომ ნდობა თუ არ არსებობს პარტნიორებთან აქ ძალიან რთულია საუბარი რაღაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე და სწორედ ერევანში ვიზიტის ფარგლებში, ხო, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ კომუნიკაცია გქონოდა ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ერთი მხრივ რაღაც ნდობა გაჩენილიყო ოღონდ აქეთ ხარეს მდგომი ჯგუფების მიმართ და მეორე მხრივ გადაგვედგა ესეთი ნაბიჯები, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილიყო, შენარჩუნებულიყო საერთაშორისო დღის წესრიგში და შესაბამისად მომავალში ეს ფიქრი გაგრძელებულიყო, რომ საქართველოში, როდესაც მოხდება ცვლილებები, ეს პროცესი გაგრძელდება და ეს პროექტებიც უკვე ძალიან აქტუალურ ფაზაში შევა. მე დავამატებ ერთ პატარა ასპექტს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დასავლეთ და როგორ დაალაგდება ჩვენი ავტორიტარული ხელისუფლება და რაღაც საერთო ენას გამონახავს თუ არა. ამას აქვს თავისი ფასი და მნიშვნელობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის დაალაგდება თუ არა საქართველოს დღევანდელი რეალური ხელისუფლება თავის მოსახლეობასთან და ვერ ლაგდება. და ეს მოსახლეობა და საქართველოს ხალხი არ ეგუება აი იმ ცინიზმს, რომელსაც ქართული ოცნება გვთავაზობს. ხან გვეტყვიან, რომ ნახევარი კილო ხორცი 10 ლარი ღირს და წადით და ბაზარში იყიდეთ. ხან გვეტყვიან ბენზინის ისინი დისტრიბუტორები, რომ ჩვენ ალტრუისტები ვართ და იაფად ყიდით ბენზინს და მადლობა თქვით, რომ კიდევ უფრო მეტად არ ვაძვირებთ. ხან გამოვა რომელიღაცა 7 მილიონერი და შეეცდება, რომ იზრუნოს იმ პროდუქტის ფასის გაიაფებაზე, რომელსაც თვითონ არასდროს არ ყიდულობს. ხან რომელიღაც აგროკრედიტს გასცემენ, რომელიღაც მილიონერ დეპუტატზე და ესეთ სისტემას ქმნიან სრულიად უსამართლოს, სადაც მარტო კორუფცია კი არ მეფობს, მეფობს უთანასწორობა, რესურსების არათანაბარი გადანაწილება, ჩაგორა და ესეთ სისტემას ხალხი არ ეგუება, ასე რომ ეს ქართული ოცნების წარმომადგენლები თვითონ ხო ებრძვიან იმას კოლონიალიზმს და დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა. წინამდვილეში მათ არ უნდათ დამოუკიდებლობა, მათ უნდა დაალაგონ ეს რაღაც აღებმიწემობის ჯაჭვი, რეალურად დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი რომ უნდოდეთ, ისინი იფიქრებოდნენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოზე, მის მშენებლობაზე, მის გაძლიერებაზე და ნორმალური სახელმწიფოს საფუძველი ყოველთვის არის ის, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანებსა და ხალხს შორის არსებობს ელემენტარულ წესებზე შეთანხმება მაინც და აი ამ წესების შეთანხმებამდე ვერ მივიდა ქართული ოცნება 14 წელია და პირიქით ყველანაირი წესრიგი რაც არსებობდა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში მოშალა და დაანგრია, ასე რომ არც სუვერენიტეტია, არც დემოკრატია და ვერაფერსაც ვერ დაალაგებენ თუ ესეთი სიტუაცია და ესეთი უთანასწორობა კომპეტენციაზე არ ვამბობ საერთოდ. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, პირველ რიგში ამისთვის საჭიროა კომპეტენტური მთავრობა და ნდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რაც ან სასაცილო არ არის იმაზე ლაპარაკი, ეხა ამბობენ რომ ჩვენ დასავლეთთან ვალაგებთ სიტუაციას, არ ვაკნინებ რა თქმა უნდა არავის და მართლა სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიღაცა ესე იგი სტრუქტურის ხელმძღვანელს შეხვდნენ და ამით იწონებენ თავს და აგერ ერთი კვირის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც კირსტარმერიდან დაწყებული, მაკრონით გაგრძელებული დარბოდნენ და ვარჯიშობდნენ ერევნის ქუჩებში, ხო? და იქ ესე გიუმრიში ჩადიოდნენ. ქუთაისში რო ჩავიდეს ახლა ნახევარი ევროპა
ხო ძალიან გაგვეხარდება, ხო ეს იქნება აღიარება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის, ხო? ესეთი აღიარება გვაქვს მეზობელ ქვეყანაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სრულიად ჩამორჩენილი იყო ყველა საერთაშორისო პროცესს და აქ თავს იწონებენ იქ, რომ სადღაც დერეფანში ვიღაცას ხელი ჩამოართვეს და რომელიღაცა დერეფნის ხელმძღვანელი სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩამოვიდა და მაგათ შეხვდა. არასერიოზული და სასაცილოა ეს შედარებები და ეს კონტექსტი, რომელსაც ქართული ოცნება თავისი უსუსურობით ქმნის სამხრეთ კავკასიაში. ეს ერევნის თემაც ახლა რევან მახსენა პოლიტიკური ლიდერების თავმოყვა ერევანში, მაშინ როდესაც საქართველოს ითვლებოდა რეგიონულ ლოკომოტივად დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით და ვფიქრობ, რომ საქართველოს გაეგრძელებინა პროდასაური კურსი, ალბათ დღეს ეს ლიდერები საქართველოშიც იქნებოდნენ. ჩვენ ხედავთ, რომ სომხეთმა ასე ვთქვათ გადმოიბარა ეს ფუნქცია და დღეს ვართ ჩვენ იზოლაციაში, ჩვენ ვართ აუთსაიდერი, როცა ვიყავით ლიდერები და სომხეთი, რა თქმა უნდა, მე ძალიან მიხარია სომხეთის წარმატება, თუმცა უფრო დიდი წარმატება შესაძლებელი იყო დამდგარიყო მთლიანად რეგიონის კონტექსტში, საქართველოს და სომხეთს ერთად რო განევლო ეს გზა და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად ინტეგრაციული პროცესებიც უფრო დაჩქარდებოდა და უფრო მეტი შედეგი დაიდებოდა რეგიონულ კონტექსტშიც, როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის და ასევე აზერბაიჯანისთვისაც, იმიტომ რომ სომხეთი ყოველთვის საქართველოს განიხილავდა როგორც ასე ვთქვათ ხიდს, ასევე როგორც აზერბაიჯანი დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით და დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გარკვეულ შემოფეხებულ ფაქტორად ვიქეცით ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ხო, ამ მნიშვნელობაში, ამ საქმეში რა თქმა უნდა, ხალხი მნიშვნელოვანია, რაც ლევანმა ისაუბრა და სწორედ ამისთვის ჭირდება ქართულ ოცნებას, რომ დაასაბამისად მოიპოვოს აღიარება, რომ ხალხიც მერე შთააგონოს, რომ მორჩა. ყველაფერი თქვენ ბრძოლასაც აზრი აღარ აქვს უკვე, იმიტომ რომ აგერ ოღონდ ხალხიც მარტო დასავლეთის სიგნალებზე არ რეაგირებს. ეს მაგათ გონიათ ეგრე. ახლა აქეთ გადავიდოდი, რომ უბრალოდ აი ერთ დავამატებდი რა ხალხის ბრძოლასთან დაკავშირებით. ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ დასავლეთთან ინტეგრაციაზე, ხო, ანუ ეს არ არის რაღაც ახალი ხილი და რაც ახალი პოლიტიკური მიმართულება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიაღწია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენთან ქრისტიანობა რამდენი საუკუნის წინ შემოვიდა, ხო, ანუ ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია არის ჩვეულებრივი ისტორიული პროცესი და ჩვენ ეს რაღაც კი არ ვქნით ახალ ჩვენ ბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილი არის. შესაბამისად, დღეს რაც ხდება საქართველოში, მე ამას აღვქო როგორც დროებით, საბოლოოდ ჩვენ დავბრუნდებით ჩვენ ისტორიულ ნაწილში და საბოლოოდ ჩვენი ხალხი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი, ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ეს საბოლოოდ დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. ხო, აი ამისთვის მინდოდა ბოლო კითხვა სწორედ დამესვარო, იმისთვის რომ დასრულდეს გამარჯვებით ასე შემდეგ, საჭიროა ქვეყანაში არსებობს ალტერნატივა. ამ ალტერნატივას ხედავდეს უნდა პირველ რიგში ქართველი ხალხი, რომ გააქტიურდეს ამ ბრძოლაში და მას შორის დასავლეთიც, რომ მან არ გადაწყვიტოს, რომ შევეგუოთ რაც არის, ეს არის სხვა ასე დამოკიდებულა, რომ არ არსებობდეს და აი ეს ალტერნატივა ამ ეტაპზე არ ჩანს, მოდი ასე ვთქვათ, ბევრი ცდილობს და კარგია ესო ცდილობს, თქვათ ალიანსი შეიქმნა და მათ აქვს ცდილობა, რომ ჩამოყალიბდნენ ალტერნატივად, მაგრამ ნუ კიდევ არის მოთხოვნა ახალ ძალებზე, მე ვთქვი, რომ თქვენ ხართ პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც მალე პარტია დააკეთებით, მაგრამ რამდენად ხედავთ ამ შანსს, რომ გაჩნდეს ძლიერი ალტერნატივა ამ ქვეყანაში, რომელზეც ნუ არ კითხავენ ირონიულად, რომ კაი ივანიშვილს რო გაუშვებ, ვინ მოგყავს, ხო, ქართული ოცნების წევრები ასე კითხულობენ ხოლმე. ხარდამჭერებული, რა მოდი შენ გადავწყვეტ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლებას ყავდეს არა ერთი ალტერნატივა, არამედ რამდენიმე ალტერნატივა, ხო? ხვიჩაკვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან უტევს. საქართველოშიც საჭირო რომ მარცხენა ფლანგიდან წყობრად ხვიჩასნაირი ტალანტით შეუტიოს რომელიღაცა ჩვენგან ყველგან მარჯვნიდან უტევენ. ხო და აი მარცხენა თავდასხმელებს და ცენტრიც არ უნდა დამოვიწყდეს. ესე იგი ნახევარმცველებს წინ წაწეულს ვამზადებთ ჩვენ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სახით, ვამზადებთ პროგრამასაც და ძალიან სერიოზულად ვაპირებთ მუშაობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარია ქართული ოცნება მომავალ არჩევნებზე, როცა იქნება და როგორც იქნება, ჩამოწდეს 50%-ს და არ მოიპოვოს უმრავლესობა. ერთბაშად გაწმენდა და დუსტით შეწავლა და გაგდება, ესე იგი, მთლიანად პოლიტიკური ველიდან 50% არ მოიპოვოს, ნიშნავს გაგდებას ახლა. ხო და მაგას ვამბობთ. ჩვენ ეგ არ არის პატარა საქმე. არ არის პატარა საქმე და მაგას ვამბობთ, ანუ მოსახლეობას არ უნდა კონდეს მოლოდინი, რომ ვიღაც ახალი პოლიტიკური ძალა მოვა და ერთბაშად აიღებს 60%-ს და დაძირავს ამითი ქართულ ოცნებას. არა, იქნება ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, აგერ ცენტრში ვართო თქვენს, ჩვენ მარცხნიდან იქნებით
თვითონ ზოგადად ცენტრი ვახსენე. ცენტრი და აქედან შევეცდებით რომ გავაძლიეროთ ეს პროცესი და ვნახოთ მთავარია პოლიტიკურ პროცესში რომ ახალი მეთოდებით დაიწყონ პოლიტიკურმა ძალებმა ბრძოლა და ააშენონ სტრუქტურა. აი მე რა დღეს საუბრობენ ხოლმე რეგიონებში გავიდეთ. რეგიონებში მარტო გასვლა და იქ ლაპარაკი და ბირჟაზე ჩამოდგომა არაფერს აცვლის. უნდა ააშენო პარტიული სტრუქტურა, რომელიც ერთ ჩასვლაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ შექმნის რაღაც სისტემას და ადამიანებს დააორგანიზებს. აი ხა ჩვენ ვცდილობთ რომ ისეთი სისტემა ავაშენოთ, რომელიც ადამიანებს ორგანიზებას, მობილიზებას შეუწყობს ხელს და არ იქნება დამოკიდებული თქვათ რეგიონში ერთხელ ჩასვლაზე და ორჯერ ტელევიზორში გამოსვლაზე. ხო, აი თქვენი მოძრაობაში ჯერ საქართველოს სახელი კარგი მოგიფიქრებიათ, მაგრამ რამდენად ფიქრობ რომ შეიძლება რაღაცა სათავეში მოექცეთ ამ მოძრაობის, რასაც კი ალტერნატივის ჩამოყალიბება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალ პარტიების შექმნაზე, ხო ანუ აქ მთავარი რაოდენობა არ არის, მთავარი ხარისხი არის. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი გუნდით, რომელიც დაკომპლექტებულია არაერთი პროფესიონალით, რომლებსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია ქვეყნისთვის, თავისი აგური დაუდია თავის ქვეყნის განვითარებაში. ეს გამოცდილება მოიცავს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს, ეს არის 10, 20, 30 წელი გამოცდილება, ხო ანუ ეს ჩვენი გუნდის მთავარი იდეა არის ზოგადად საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ახალი ხელწერის შემოტანა. ჩვენი მიზანი არის არა ვთქვათ რაღაც ფუჭი დაპირებები მივცეთ საზოგადოებას, არამედ შევთავაზოთ კონკრეტული ხედვა, კონკრეტული ნაბიჯებით, სადაც თითოეული ჩვენი მიზანი იქნება გაწერილი კონკრეტული ნაბიჯებით, თუ რას ვაპირებთ იმისთვის, რომ სიტყვაზე გამოვასწოროთ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, განმავითაროთ თავდაცვა და ასე შემდეგ. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში მთლიანად უნდა შეიცვალოს პოლიტიკური კულტურა. სამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენ ტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. ბევრი ფაქტორი არის, რომელიც ჩვენს უკავშირებს, თუმცა ეს პოლიტიკური კულტურა, რა თქმა უნდა, გაიზარდა 90-იანებთან შედარებით, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ ნამდვილ ძლიერ ერად და ჩვენი ამოცანა ერთ-ერთი არის ის, რომ განვავითაროთ სამოქალაქო ნაციონალიზმი საქართველოში და საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ თანამედროვე ერად, რომელიც იქნება კონკურენტული როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში და ასევე მთელ მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ გაჩნდება ნდობა და ეს ამ ნდობით ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმით და ჩვენი კეთილსინდისიერებით ჩვენ შევძლებთ ერთი მხრივ ქვეყნის კრიზისიდან ამოყვანას და მეორე მხრივ ქვეყანას იმ რელსებზე დაყენებას, რომელიც ჩვენ საბოლოოდ გაგვიყვანს სამშვიდობოზე. გასაგებია, ხო, აი ვაპარაკობდით ამ ვთქვათ ურთიერთობის აღდგენაზე და აი ზელენსკი დაელაპარაკა კობახიძეს და უკვე ხედავთ ხა რა კონტექსტში უყურებს ქართულოცება. ამას შალვა პაპუაშვილი ამბობს, ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ. ალბათ სურთ გადააზრებული პოზიციის წარმოდგენაო. ამ გვიახლნენო რა ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენი გავიტანეთ რა ცოტას რომ დამშვიდდება სიტუაცია, რომელიმე გამომცემლობას უნდა მივმართოთ, რომ შალვა პაპუაშვილის აბსურდული გამონათქვამების ორტომეული გამოვცეთ, იმიტომ რომ ამ ერთი არ ეყოფა და თან აღვირია გახსნილი. ყველაფერს ამბობს. ხო არის ქართული გამოთქვა, რომ როგორც ყველაფერი არ ითქმება, ასევე ყველაფერი არ იჭმება. ეს კაცი მგონი ყველაფერსაც ჭამს ამ პოლიტიკურ ველზე და ყველაფერსაც ამბობს და თან აი არა აქვს მუხრუჭი. და ეთყობა გამოყენებული ყავთ ესეთ რაღაც ყვირალა თავად და უკვე თვითონაც უნდა უთხრან ახლობლებმა, რომ საზოგადოებაში ძალიან არასერიოზულად აღიქმება ბატონი პაპუაშვილი და თვითონ პარლამენტს როგორც ინსტიტუტს თავისი აი ამ განცხადებებით არ წხვენს ხოლმე. ხო, თუმცა ეს დამოკიდებულება არის, ხო, საინტერესო, რომ აი ჩვენ ზელენსკი თავისი ფეხით მოვიდა ჩვენ. სამაგერად კობახიძე გამოვა და იტყვის, რომ არა, მე არაფერი არ მithქვამს, ცუდი და გონიათ, რომ აი ამ იწილოთი მოატყუებენ სოფლიოს, რომ აი კობახიძე თურმე არაფერს არ ამბობს, სუც იმაზე რა ქვია, დასავლეთზე და აი შალვა პაპუაშვილი ამბობს და დაიჯერებს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ის სხვა და ეს სხვა, ხო? მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი ყველაფერს კარგად ხედავს, უბრალოდ ესეთი ტიპის ნარატივები ხო რაც გვესმის უფრო მიმართული არის ქართული ოცნების შიდა აუდიტორიაზე, რომ თქვა დაანახონ, რომ ისინი
რაც მაგრები არიან, რაც ძლიერები არიან, ძლიერად განან, ძლიერად პოზიციონირებენ და ასე შემდეგ. ამას უფრო ნარატიულია შიდა მოხმარების, ასე ვთქვათ, ბაზრისთვის არის განკუთვნილი, თორე დასავლეთმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, ძალიან კარგად ხედავენ იმ პროცესებს, რა პროცესებიც მიმდინარეობს ქვეყანაში და შესაბამისად არ უნდა გვიკვირდეს ასეთი ტიპის განცხადებები. გასაგებია, მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ ლევან ლორთქიფანიძე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი და ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.